მოგესალმებათ ქართული ქრისტიანული ვებგვერდი მისწრაფება ქრისტესაგან. და თუ შეიძლება ბატონო თეოფილე თუ გიპასუხებთ ჩვენს კითხვებს. მრავალი კითხვები დაბრგროვდა ამ ხლის მანძილზე, მაგრამ დავიწყებთ უახლოესი და ყველაზე აქტუალური თემიდან. როგორც ვიცით, ახალი ამბავი იყო ასეთი, რომ ტორონტოში 2 თვის უკან, კერძოდ 14 სექტემბერს დაიკარგა ქართველი გოგონა, ახალგაზრდა გოგონა 17 წლის, მისი სახელი და გვარი იყო მარიამ მახნიაშვილი. მის ძებნას დიდი აჟიოტაჟი მოყვა და მათ შორის თბილისიც ჩაერთო და თბილისიდან დიდი ჭორები აგორდა, რომ თითქოს თქვენ იყავით ჩარეული ამ ამბავში. და გაიხსნა სხვადასხვა თემები დაიყარა ფორუმზე და ზოგი გაბრალებდა, ზოგი გიცავდა და მოკლედ მთელი აჟიოტაჟი აწყდა და თქვენი კომენტარი თქვენ არასოდეს არ გაგიკეთებიათ ამ საკითხზე და თუ შეიძლება ახლა ამ გადასახედიდან განიხილოთ ეს ყველაფერი. პირველ რიგში მივესალმები ყველა იმას, ვინც ჩვენ გვისმენს, ვისაც თავი მოვანატრეთ, რა თქმა უნდა, ან ვისაც თავი მოვაბეზრეთ. ორივე შემთხვევაში მაინც ადამიანი დაბმული არის ნებაა ჩართული როგორც ჩვენ მეხავერი ტყო და ერთიც და მეორეც. დიდ დრო გავიდა, გადავხედეთ რა ხდება მოვლენებში, შესვენებად საჭიროა ამ პერიოდში აქტიურად მუშაობდა ინტელექტუალური ცნობიერება, გონება, წიგნთან ურთიერთობა, ანალიზი, შეიძლება ძველი გადააფასო და დაგროვდება ყველაფერი ეს, მე შეიძლება კაც რაღაცა უკვე რაღაც თავისი შეხედულება, მოსაზრება იქნება ეს გამოთქვას. მაგრამ შეიძლება უშუალოდ ამ კითხვას, ახლა ამ კითხვით სიმართლე გითხრა პირველი ეს კითხვა რაც თქვენ დასვით არ ველოდი ამ პირველ კითხვას, იმიტომ რომ ახლა რა კომენტარი უნდა გავაკეთო, თქვათ აი ბოდოებზე. ამ შემთხვევაში ლაპარაკი არის აი ეს თბილისიდან რაღაცა დაბოღმილი ადამიანები, 1000 мотиваციებია, 1000 რაღაცა ისა აქვს ადამიანს და რას ფიქრობს და როგორ ფიქრობს თვითონაც არ იცის რა უნდა და რა უნდა მოკლედ არ იძახის თან დამალული კაცი და თან ჭორები და მოგეხსენებათ ქართველებს უყვართ ჭორები, სენსაციები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა ვინცად დაიკარგე ახლა მე აზი არა ვარ, რომ დაკარგულები ახლა რა ვიცი დედამიწაზე ძალიან ბევრია და იკარგებიან და ტონობით ყდება ადამიანები აი ავტოკატასტროფაში და თქვათ 1000-ნაირი იმაზე წყალზე, ხმელეთზე, ცაში. მაგრამ აქ სხვა რაღაცა არის, ესე იგი, როცა ადამიანს არ მოწონხარ თქვათ, აი სიძულვილი აქვს უკვე ჩასაფრებულია რაღაცნაირად ყველა მოვლენა დაგიკავშიროს შენ. სწორედ ამ მე არ ვიცი ახლა ეს ვინ იყო ის გოგონა, რა დაიკარგა, რა ჩამოვიდა, ჩემი შეხედულება მაქვს გადაადგილებას ემიგრაციაზე და იმ თავითვე მე შემიძლია ვთქვა, რომ არასწორ ემიგრაციას თელეუბედერებები მოძდებს. აი რა არის мотиваცია, როცა ადამიანი ტოვებს თავის სამშობლოს, სადაც დაიბადა, რა ამოძრავებს, რა მაიძულა. არანაირად სწორი არ არის ვთქვათ ეკონომიკური მოსაზრებით, კარგი ცხოვრებისათვის გავეშუროთ ყველა და დავტოვოთ ის ქვეყანა, სადაც ცხოვრობთ. მე არერთხელ მithქვამს და ვიმეორებ, რომ კარგი ცხოვრებისათვის მე არ დამიტოვებია ქვეყანა. მე დავტოვებ იმის გამო, რომ ცნობიერება, ჩემი ინტელექტუალური ყველაფერი თქვათ ეს ადამიანი არის კომუნიკაბილური არსება. და მას ჭირდება იცით ურთიერთობები და ახლა როცა ადამიანი ურთიერთობაზე არ მოდის შენთან, რასაც იძახი იცი ხმალამოღებული გებრძვის, მოკლედ შეჭირებები 1000-ჯერ ვთქვი არ მოგაწყენთ თავს და აი მაიძულა ცნობიერებამ სწორედ დამეტოვებინა ქვეყანა და ჩემს ირგვლივ ვისაც უნდა წამოსვლა წამოვიდეს კეთილი და პატიოსანი რაშვაში ან და ვინ დაიკარგა, ვინ გადმოიკარგა და ვინ სად გაიქცა და ვინ სად გამოიქცა. ყველას თავისი გზა აქვს და ყველას თავისი ის აქვს, ხომ? არჩევანის უფლება აქვს ადამიანს, მას შეუძლია აერჩიოს ეს და არ აერჩიოს მეორე. მაგრამ აი ტვინგაციებულ ადამიანებს რა უნდა ელაპარაკო, ხო, არიან ადამიანები, რომელსაც არის ტვინი ცხელი, ტვინი ცივი და ასე შემდეგ, ხო, ეს ფიზიოლოგიური ტერმინებს ხმარო. მაგრამ როცა გონიერი ადამიანი, როცა აი ეს ინტელექტუალურად მჭრეტელია რიგი, უფრო მეტად სწავლობს მოვლენას და აი ესეთ ნაჩქარებ დასკვნებს არ გააკეთებს, როგორიც გაკეთდა. თან გამოხტნენ 1000 ის არის, ვერ გაიგებდი ზოგს ეს ერქვა, ზოგს ეს ერქვა, არც სახელი, არც გვარი. ხო, ბოღმე აშკარად აი ბოღმებით რომ მოძრაობს ადამიანი. ამჟღავნებდნენ არაინტელექტუალურ რაღაც აი თავის შესაძლებლობებს, ვიწრო შეზღუდული გონების დემონსტრირება იყო ეს ყველაფერი. აი რა კომენტარი უნდა გაკეთდეს ყველაფერი ამასთან? მე მგონი ეს სასაცილოა მეგობრებო კომენტარი მაინც უნდა გაკეთდეს როცა ფაქტი არის და როცა საინტერესოა და ახლა ვიღაცა სადღაც დაიკარგა ეგ იმთავითვე თქვი კიდევაც ახლა ამასაც მე დავამბრალებენ მეთქი და ამის თქმა იყო და აი ხო ხედავ აგორდა მოამბეში აღარაფერს აღარ ვიძახი ქართულ ტელევიზიასა ქართული ტელევიზია აგებულია ძირითადად ჭორებზე ხო ნუ ერთი 50% მაინც ჭორია და ახლა დავტოვეთ 100% ჭორს ვერ დავაბრალებ არ ამოწმებს აი ფაქტებს რაღაცას აყვა მე мотиваცია 1000-ნაირი ზოგს ეს აქვს ზოგს ის აქვს თუ დაემთხვევა ზოგადად ყველას ერთი мотиваცია და საერთო ტერმინით გავერთიანებთ ეს არის სიძულვილი მაშინ ყველა შეამხანაგდა და შემოგვიტიეს არიქა აი მოღალატეები და აი დაკარგულები და საქართველოს სადაყავს დასაკარგი შვილები ამ დროს სასაცილო ის არის პოლონეთში აი ამ წუთში ამჟამად 4000
მოქალაქე საქართველოსა ითხოვს თავშესაფარს. მაგაზე არავინ არ ატეხავს განგას. შემდეგ იტალიაში უამრავი ხალხია გადაყრილი, რასაკეთებენ თვითონაც არიციან, ვინსად არის შეხვეწილი, იგივე საბერძნეთში დედაშვილიც დაეკარგა, იცით ალბათ ეგ ფორუმზეც იყო დადებული. რატომღაც ამაზე არ არის გამახვილებული ყურადღება. აი ტორონტოში დაიკარგა გოგონა. კი, მაგრამ ეგვიპტეშიც დაიკარგა 19 წლის გოგონა, საბერძნეთშიც დაიკარგა ბიჭი 12-ისა. თბილისში ერთ-ერთ ეკლესიის მონასტერში დაიკარგა, გაქრა უკვალოთ ახლა. ამაზე თქვენ დალოცულებო, ამაზეც ატეხეთ განგაში. ეს კი კარგია რომ აქით გადმოხვედით ტორონტოსკენ, მაგრამ აქ სხვა мотиваცია იყო. ესე იგი მიკავშირებთ ესე იგი მე თეოფილე მალაქიას, გამიგე არიქა. ხო და აი სწორედ, ხო ხედა მოვიდნენ და აუ თელი ქოქოლა დამაყარეს. რა უდაუთხეთ მეგობრებო ესეთ ადამიანებს, ეს საცუთავი ხალხი არის. გამიგეთ ძალიან კი გინდოდათ ეგ, მაგრამ რა ვქნათ მეგობრებო, მაპატიეთ გავამტყუნეთ თქვენი იმედები, ხო ვერ მოვიტაცე ის ვისაც თქვენ მაბრალებდით და ამით გინდოდათ რომ მე მაგალითად რაღაცნაირად კრიმინალურ იმაში გავსულიყავი, მაგრამ რა ვქნა, არ შემიძლია ეგ მოტაცებები და გავამტყუნეთ თქვენი იმედები, ჩემო საყვარლებო და კეთილებო. ხო, აი ეს ამ კითხვასთან დაკავშირებით, რა ვიცი, თუ რაიმე ისეთ საინტერესოა ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური უფრო მაინტერესებს მე ამ საკითხის ეს მხარე, ვიდრე ვიღაცა ჭორს იძახის და ეხლა ჭორი, ეხლა მოგიხსენებ, ეხლა კეთილი და პატიოსანი გაიხაროს მათ და აი ვინმე ეს ჟურნალისტი ცარიელაშვილი, არ ვიცი, აი მართლაც ცარიელი არის, ინტელექტუალურად და დაცლილი არის, ცალტვინა და ცალქალამანიძე იქნება ესა და რა ვიცი, აი როგორ გავლანძღო, რა ვიცი, აი ქრისტიან კაცად თავს, აი არ ვიცი, ნუ მის სინდიზე იყოს ყველაფერი. როგორ შეიძლება გამოდიხარ ტელევიზიით, არ ამოწმებ ამ ფაქტს, არ უკავშირდები, არ ეძებ და აცხადებ, როგორ აგავს ეს მოვლენა, იმ მოვლენას 94-ში ეს და სხვადასხვა რაღაცა კლიპი შეთითხნა, მოთითხნა და არიქა პოლიცია აჩვენა, როგორ ეძებს და მეძებს მე. თეოფილე მაგას სასაცილოა პირდაპირ. თქვენ რა საქართველოში გონიათ თავი, აქ რა პოლიცია დებილია, არაფერი არ იცის. აქ ყველაფერი აღრიცხვაცია შემოკარგება, ყველაფერი იცის აქ, როგორ შემოვიდით, რანაირად რას ვაკეთებთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ ჯობია იცით რა მეგობრებო, გააციოთ თქვენი გრძნობები, ემოციები და მეც სიყვარულს მოუხმოთ თუ ქრისტიანობაზე თავსდებთ. აი ასეთი სიძულვილი მაინც საიდან გამოამჟღავნეთ. აი ჩვენ გადასაყარი ხალხი ვართ თქვენი. თქვენ რითი გვიკავშირდებით? აი რითი გვიპირისპირდებით? სიყვარულით? არანაირად თქვენი სიყვარული არ ჩანდა. დაჭიკი ჩემოკარგო იმ ტელევიზორში ერთი სიყვარული ამიხსენი, მანდ იქნებ გათვეს ჩემი გული და თუ ასეთი მონსტრი ვართ, იქნებ რაღაცა მართლა გავაკეთოთ, ხო? და ბოლოს რა გახდა ახლა ვიღაც ერთი მშობელი გაანაზოგადა ეს და საკარგი შვილები არ ყოლია საქართველოს. დალოცვილო შენ განგაში ატეხე, სულ გადაყრილია ხალხი, მილიონი რუსეთშია გადახვეწილი, ზოგი ამერიკაში აგე რასაკეთებენ თვითონაც არიციან, ზოგი პოლონეთს მიაშურა და ოღონდ გასაქცევი იყოს. რაღა ჩვენ მოგვახდით, ჩემოკარგებო, და რაშვაშია გოგონა დაიკარგა, რასულწრანი ტვინგაცებული უნდა იყოს ის ცარელაშვილი, რომელიც მოამბეში არც ამოწმებს ამას და გამოდის და ამას აცხადებს. მის სინდიზზე იყოს ეს ჩემოკარგება. ძალიან კარგი, არც ღირდა ამ თემაზე დიდი დროის დახარჯვა და თქვენი ინტელექტის დახარჯვა. უბრალოდ მინდოდა რომ პასუხი გააკეთოთ, იმიტომ რომ არასოდეს თქვენ ამაზე რეაქცია არ გააკეთეთ თავის დროზე, ჭორებს არასოდეს არ უპასუხეთ, მაგრამ თქვენი სიტყვა მინდოდა რომ გეთქვათ. ახლა გადავიდეთ უფრო საქართველოს მდგომარეობაზე. როცა ჩვენ უკანასკნელად ჩავიწერეთ კითხვები და პასუხები, აპრილში იყო დიდი ეროვნული მოძრაობა, ოპოზიცია აპირებდა რომ პალატები გაეშალა, დიდი მოძრაობა დაეწყო, აიღო პარლამენტი და გადაეგდოთ მიხეილ სააკაშვილი. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და შეიძლება ითქვას სრულიად ჩაფლავ და ჩაიფუშა ეს მოძრაობა. თუ შეიძლება რომ ანალიზი მისცეთ, რომ რა მოხდა ამ ხნის განმავლობაში და რა მოხდება. ძალიან რთული ის არის, ძალიან ფართო პასუხს მოითხოვს ეს კითხვა. იმდენად ეს არის ფართო და ტევადი, რომ რა ვიცი, შეიძლება ვიღაცა გადაიღალოს კიდევაც აქ რა, თუ ინტერესი არ აქვს ამ სფეროს მიმართ. ეხლა რაც ხდება საქართველოში, ეს არა მარტო საქართველოს პრობლემა არის, საერთოდ დედამიწის პრობლემა არის. რა პრობლემაა ეს? ადამიანებს უჭირთ ცხოვრება, ვერ აწყობენ თავიანთ თავს, აბრალებენ, აი ვერ ეგუებიან ახალს თქვათ, აი ძველის მიტოვება უჭირთ და შემდეგ უკვე აქ აბრალებენ ვიღაცას უნდა დააბრალო, ამ შემთხვევაში დააბრალებენ მთავრობას და არის მთავრობის ცვლა. ამ შემთხვევაში ასე მოხდა საქართველოში თაობების ბრძოლა არის. ეს ძველი ნომენკლატურა, რომელიც იყო, კიდე არის. ხო, კარგად ცხოვრობდნენ, ძალიან ბევრი ისინი ჰქონდათ კეთილდღეობები ამ საბჭოური სივრცეში, ამ წერლებს, ამ ხატრებს. აი ეს ხალხი სულ თითქმის ფაქტურად გადაყრილი აღმოჩნდა და მივიწყებული ყველასგან. ბუნებრივია ეს მასა რა დაგროვდა რა, ამას ახლა мотиваციას ნამდვილს არავინ არ იძახის. თითქოს და აი საქართველოს იღუპება სამშობლო და არიქა, თითქოს ჯალალედინი შემოესია ახლა საქართველოს და ღუპავს ყველას და ყველაფერს. რა თქმა უნდა ეს სუბიექტურია მეგობრებო ყველაფერი ეს.
და არც ესე არის მე მგონი საქმე. რაც შეეხება ახლა აი ამ მოძრაობას, რა ვიცი, აი ცოტა სასაცილოც არის ახლა რაღაცა რა მოძრაობა, ჯერ რა უნდა იმოძრაობს, ვინ სად მოძრაობს, საერთოდ იციან რა საკეთებენ, რა უნდათ. ჯერ ამ მოძრაობით ვარდების რევოლუცია მოახდინეს და ყველამ აი ვიცი, აი ამის ხელში ატაცებული სააკაშვილი დასვეს. შემდეგ გადაუდგნენ ეს მეგობრებიც, ვიცი, მაკაცები დავარქვა. ეს თვითონ ის გაშიჩილაძეები გვერდზე დაყვებოდნენ, მღეროდნენ. შემდეგ რაღაცა მოხდა ისეთი, რომ დაშორდა ეს ადამიანები და ნამდვილ მოტივს ახლა ვინ გეტყვის, ხო? არიქა ვითომ საქართველოს იღუპება და დაჯდა საკანში და წავიდა გინება და ლანძღვა. რა ვიცი, არაფერი არ გამოვიდა, მეგობრებო და არც გამოვა, იმიტომ რომ ადამიანს არ შეუძლია მართოს მთელი რიგი რაღაც მოვლენები. ადამიანზე აღმატებული არის ღვთაება, ღმერთი, სამწუხაროდ რომელი ღმერთიც ქართველს არ უნდა მიიღება ამ ღმერთისა და უფრო მას დაიტოვა მან ქართველის ცნობიერებაში ღმერთის იდეა არის უფრო გაბატონებული ვიდრე პიროვნული ღმერთი. იდეა ღმერთის შესახებ, აზრი ასე ვთქვათ, ხომ და მის ირგვლივ აი ესეთი ატრიბუტაცია თქვა თუ რაღაცა ესე რიტუალები, ეკლესია, რომელიც ახლა საქართველოში ხდება და უფრო რელიგიურ ხასიათს ატარებს, ხომ? აი ეს უსაქმური მასა, რომლებიც არ მუშაობს და არაფერს არ აკეთებს, უცებ აღმოჩნდა ეკლესიის რაღაცა ღობეში თუ იქით ამხარეს და თანდათან წამოიწია ეკლესიის ავტორიტეტი, მღვდლების დიქტატურა წამოვიდა, მოძღვრებმა გაიჯეჯილეს. შიოლაშვილი ხო საერთოდ უკვე ლამის არის ღმერთი არის და 10,000 ჯერ ვთქვი და ვიმეორებ რომ აი ეს კაცი სულ გააუბედურეს იცი ერთი მოხუცებული კაცი რომელიც თავის დროზე თავის დანიშნულებას აკეთებდა საბჭოურ სივრცეში გაზარდეს საბჭოთა ნომენკლატურამ და შემოუშვეს ასე იმიტომ რომ რელიგია საჭირო იყო როგორც კულტურა, კულტურული სფერო და ძეგლების დაცვა. ახლა კი მან მიიღო რაღაცა ოკულტისტური და მისტიკური დანიშნულება და სუნთლად გამოათაყვანა ხალხი. აი თანდათან შიოლაშვილმა უკვე პირველობა იგდო ხელთ და საერთოდ ჩანაცვლება არის ფსიქოლოგიურად მაინც ყოველ შემთხვევაში de facto de jure არ არის ეკლესია და შიოლაშვილი. ამის ირგვლივ აი ეს დაბოღმილი ხალხი გაერთიან და მოინდომეს ვთქვათ, აი რაც არ მოწონთ, ვთქვათ, იმის გადაგდება და ამ შემთხვევაში არ მოწონთ სააკაშვილის მთავრობა. რა ვიცი, შეიძლება არ იყოს მოსაწონი, მე იქ არ ცხოვრობ, მაგრამ ამ მეთოდით ახლა სააკაშვილი გადავაგდოთ და შიოლაშვილი მოვიდეს, ცოტა სასაცილო არის და ეგ ყოფილა ავტორიტეტი და ყველაფრის მწოდნე და ბრძენი. მე არ ვიცი მეგობრებო, იქნებ თქვენ მიმითითოთ, სად არის, სად თქვი ამ კაცს იბრძნე, ან რა წიგნები აქვს დაწერილი თავისი, რომ აი ბრძენი იყოს და გვასწავლოს რამე. სასაცილოა პირდაპირ. ასე როგორ გაბრძენდა ადამიანი, რომელიც 20 წლის უკან, რა ვიცი, თავად ზვიად გამსახურდია მწითელი ბერი უწოდა და აღშფოთებული არავინ არ ყოფილა მაშინ. 9 აპრილიდან მოყოლებული, მანამდე კიდე მეგობრებო, შემდეგ აი ეს ომის გაჩაღება გამსახურდი ეს დროს. არ გამოსულა ეს კაცი არასოდეს არ გადაფარებია ამ იმას და არც რაიმე უთქვია, არც სიბრძნე უთქვია მაშინ და საერთოდ ესეთი ბრძენი იყო, ამ სიბრძნეს რატო პატივს არცემდა იგივე მწერლობა, იგივე ლიტერატურა მაშინ ხომ. აი ახლა ეს დაბოღმილი მასა სააკაშვილზე და მთავრობაზე და ახალგაზრდები მოვიდნენ, რომლებმაც უფრო ტექნიკასთან ურთიერთობა უფრო გამართეს ვიდრე ამ ძველმა ხალხმა. ძველმა ხალხმა რა თქმა უნდა არ იცის ტექნიკასთან ურთიერთობა. შემოვიდა ელექტრონიკა მაღალ დონეზე ხმარებაში, სამუშაო გახდა უფრო ელექტრონიზირებული, კომპიუტერიზაცია მოხდა ქვეყნისა და აქ რა თქმა უნდა ჩამორჩნენ ისეთი ხალხი, რომლებიც უფრო კალმისტრით წერდნენ და რაღაცა უფრო კუსტარული მეთოდებით მუშაობდნენ, ხომ? აქედან ახლა ამის თქმა არავის არ უნდა, თავისი არასრულფასოვნების კომპლექსის დაფიქსირება არავის არ უნდა და დაიღლიავეს ეგრეთ წოდებული სამშობლოს სიყვარული და ისტორიზმი და ინგრევა ქვეყანა და ხალხი იძახის ქვეყანა ინგრევაო მე დანგრეულს ვერაფერს ვერ ხედავ. პირიქით, ყველა შენდება, ყველას უხდება, ყველა გრიალებს, ყველას აცვია, ყველას ახურავს, ყველა რაღაცა ეგრეთ წოდებული უცხოური მარკის მანქანებით არის სეირნობენ, რესტორნები გავსებული ამ ხალხით, ღიპი არავის არ აკლია და ლოყები და მე ვერ გავიგე რა ინგრევა და როდის დაინგრა. აი რაღაცა ესეთი პოეტური რაღაც ისეთი რაღაცა ეპითეტებით მსჯელობაც არ იქნება სწორი. საქართველოს არანაირად არ ინგრევა და არც დაინგრევა. მაგას თუ ანგრევს და დაანგრევს, თქო მე ვიტყოდი შევცვლი ტერმინით, აურევს, გადაადგილებს და რაღაც დეკორაციებს შეცვლის. ისევ ქართველი ერი გააკეთებს ამას. თვითონ დეკორაციების შეცვლას აქვს ადგილი საქართველოში და არა თქვა დაანგრევას. ხო, მე აი იგივე გაუთავებელი აი რუსეთის ფაქტორი, აი ეს მეზობლებთან ურთიერთობა, ეს ბუნებრივი ახლა ქართველი ერი არაფერს არ წარმოადგენს და რაღაცა ფინანსები საჭიროა ხო მეგობრებო, ახლა მწერლებითა და მხატვრებით არც ერთ ქვეყანა არ გამართულა, არც ამერიკა დგას მწერლებზე და
არც მხატვრებს და ჟურნალისტებზე, ხო, აქ ეკონომიკას აქვს პირველი ადგილი, აქ სამსახურია, წარმოება, უნდა აწარმოონ აბსოლუტურად ყველაფერი და ის ქვეყანა ნორმალური და მისაღები, რომელიც აწარმოებს თითქმის ყველაფერს, თქვათ იტალია აწარმოებს თავისას ყველაფერს, იგივე ჩეხოსლოვაკია, იგივე ბრიტანეთი, ჰოლანდია, პატარა ქვეყნები, და ყველაფერს აწარმოებენ, ხო, საქართველოს არაფერს არ აწარმოებს და ახლა ერთ კაც დავაბრალოთ, ეს მე მგონი არ იქნება სწორი, ხო, აქ ყველა დამნაშავე არის, ერი, ბერი, მთლიანად ერი გადაბარგდა რელიგიაში და ახლა როდის იყო ახლა მეგობრებო რელიგიით ქვეყანა ყვაოდა, ხო, რელიგიით ქვეყანა კი არა აყავდება, არამედ დაინგრევა ახლა. ამდენი დასუქებული მღვდელი საქართველოში როა მე მგონი სოფლიოში არ არის. არ ჯობია მათ თოხებს მოკიდონ ხელი, ბარებს, მიტოვებული მიწები და სოფლები რო არის, ყანებს შეესიონ, თესონ. მე მგონი ეს უფრო პრაქტიკული ქრისტიანობა უფრო დღეს საქართველოში უფრო ის უფრო უპრიანია და უფრო მისაღები იქნება, ვიდრე დაუშვათ ასეთი თეორიული რელიგიური შიზოფრენია, რომელიც ადამიანებს მთლიანად წელში ტეხავს და შემოიღეს 1000-ნაირი ლოცვები, 200-ჯერ უნდა იკითხო 50-ე ფსალმუნი, 100-ჯერ უნდა იკითხო 90-ე ფსალმუნი. აი, რამდენად ტვინგაცებული უნდა იყოს კაცი ასეთი წინადადებით გამოვიდეს, მეგობრებო. აი, როგორ შეიძლება 50-ჯერ ვიკითხო დღეში 50-ე ფსალმუნი დავითისა. იცით დავით ვინ იყო? ან რა ფსალმუნი ეს? დავითის ცნობიერებაში ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა არის გაბატონებული. მას იგი იცნობს პიროვნებას, ღმერთს ცოცხალი სახით აღმატებულ პიროვნებას და პირდაპირ მასთან აქვს მას საუბარი, დიალოგი. ეს არის მისი განცდები, ეს არის მისი დამოკიდებულება ღმერთთან. ხო, როცა მაკითხებ, თქვა, რიგით ადამიანს ამას 50-ჯერ და 100-ჯერ, ხო უნდა გავიგვეკ რაზეა ლაპარაკი, ხო? ასევე 90-ე ფსალმუნი. რატომ ეს? რაღაცა ეს ხარე კრიშნას წააგავს, ხო, ინდური მაშიდაც არის. ხარე კრიშნა, ხარე რამა და უნდა მანტრები ჩამოიმასაქნა, ასევე მუსულმანური იმაში კრიალოსანი დაიჭირო და იბუტბუტო და რაღაცა სისულელი ამით ვინ შევა სამოთხეში მეგობრებო, ხო? ლოცვა, დავითი რო ლოცულობს, ეს არის ერთგვარი ბიბლიაში მოცემული მაგალითი იმისა, როგორი ურთიერთობა უნდა ქონდეს ადამიანს ღმერთთან. დავითს ურთიერთობა ღმერთთან. და თქვენი ლოცვა უნდა აწარმოოთ ღმერთთან, თქვენი ურთიერთობა და არა დავითის ისე კონსპექტი აიღოთ და იკითხოთ ახლა. ეს დავითის გაჭირვება, ეს დავითის განცდა. დავითმა განიცადა ის, რაც 50-ე ფსალმუშია. კერძოდ დავითის ელემენტარული ისტორია უნდა იცოთ პირველი მეფეთა წიგნი, მეორე მეფეთა ძველი აღთქმიდან. ისე როგორ უნდა გაიგოთ 50-ე ფსალმუნი, მეგობრებო? გამაგებინეთ და საერთოდ რა უნდა გაიგოთ ბიბლიაში? კონტექსტ მოწყვეტილი თავიდან ბოლომდე არ გავიაზრეთ ეს ბიბლია, ხო? აი 50-ე ფსალმუნი. ერთმა რესპონდენტმა ისიც მითხრა, ერთხელ არ ვიცი რესპონდენტი დავარქვა თუ ვიღაცა მეგობარი დავარქვათ, რომ აი მაძალებენ ფსალმუნების საკითხზე, ვერაფერს ვერ გებულობ მანდ. სწორია. აი არ არის სწორი, იცი? სწორი არ არის იმ თვალსაზრისით, რომ გაძალებ. ჯერ უნდა აგიხსნა ეს რა არის. და საერთოდ სხვისი ლოცვებით შეიძლება ვილაპარაკოთ, წმინდა მამების, თქვენ არ შეგიძლიათ ვილაპარაკოთ ღმერთთან. გული გადაუშალო ღმერთს, აი ლაპარაკო, გახსნათ თქვენი ცნობიერება, ინტელექტი, თქვენი გაჭირვება მიიტანოთ. დავითმა თავისი გაჭირვება დააფიქსირა, თავისი ცოდვილობა. 50-ე ფსალმუნი ეს არის დავითის ბიოგრაფია. როგორი ცხოვრება ჰქონდა მას, როგორ შეცოდა თქვათ ვირსავიასთან, როგორი ის აქვს მას აი განცდა იმისა, რომ ცოდვას ატარებს. თუ თქვენ ეს ცოდვას განცდის ის არა გაქვთ, აი დაფიქსირებული ცოდვის ტარება, აი თქვენში დავითის 50-ე ფსალმუნი იკითხეთ ამდენი წინდა. ეგ იგივეა ლენინის დროს, მარქსიზმის დროს გვაკითხებდნენ ლენინის შრომებს. თქვენ უნდა განიცადოთ მეგობრებიო და საერთოდ საწერია დავით სადუწერია ეს რომ ჩემი ლოცვებით ილოცეთო. ლოცვა ეს არის თავისებური ფორმით ურთიერთობა ღმერთთან. პიროვნებისა ზეაღმატებულ პიროვნებასთან, ამ შემთხვევაში ადამიანისა ღმერთთან. და თუ თქვენ წარმოდგენაში ღმერთი არ შემოუშვით როგორც პიროვნება, როგორც აბსოლუტური ძალა, აბსოლუტური გონი, ინტელექტი, სამართლიანობა, აბა რა უნდა გაელაპარაკოთ, ხო? ეს არანაირად არ შეიძლება სხვისი ტექსტით მაგალითად დაველაპარაკო პრეზიდენტს. მოვიპარე ვიღაცის კონსპექტი და ველაპარაკები პრეზიდენტს, ხო? სახელმწიფო პრეზიდენტს. ის ხო დამიჭერს მე ტყუილში. მოეწონება მას? აი, ან გადაწერილი სხვისი ტექსტით ლაპარაკი. ბიბლია იმიტომ კი არ დაიწერა, მეგობრო, იქიდან მოვიპაროთ რაღაცეები. ბიბლია იმიტომ დაიწერა, რომ ჩვენ ღმერთი გავიცნოთ. როცა ღმერთი თქვენ გაიცნობთ, თქვენი მდგომარეობა დაფიქსირება ხდება ცოდვილობისა, განცდისა და აქედან უკვე სიტყვით აივსები და თავად გააღებთ პირს და ილაპარაკებთ იმას, რაც სამართლიანია და რაც ნამდვილია თქვენ შესახებ. და არა ის რომ დავითის ლოცვები ვიმეოროთ 50-ჯერ, 100-ჯერ, არაფერი არ გამოვა მანდიდან.
ესევე ღვთისმსწავლელს სწავლობდა ხალხი, რამე იცის? გვასწავლიდან ანდერც ავთანდილისა ზეპირად, ნესტანდარიჯის წერილის ხო, ქაჯიდან გამოგზავნის. ყველა მიცოდა ზეპირად, რა ბეყე იყო, კაცის ბეყე დარჩა მაინც, გინდა იმის წერილი იკითხე და გინდა ავთანდილის. ვინმე ახსოვს ავთანდილის წერილი, ანდერძი, ზეპირად იცის ვინმე, მაგით ცხოვრობს თუ ისეთივე მეგობარი არის, თქვათ, გვერდზე ადამიანისა, როგორც ავთანდილი ტარიელის მიმართ იყო და როგორ მიდიოდა იგი ტოვებდა სახს რა წერილის წერს და გარბის ტოვებს საყვარელ ადამიანს ხალხს ყველაფერს სიმდიდრეს და არც კი იცის სადემედის. იმიტომ რომ იგი მისთვის მეგობრობა პირველი მოთხოვნილებაა და ეშინია წარდგებაც რა იმ ქვეყანაში ღმერთს რა უნდა უთხრას ხო? რაულ ვერ ვეცრუები, ვერ უზამ ხომ იძახის ეს, ვერ ვეცრუებიო, პირობა მივეცით არიელს და უნდა შევასრულო. წერს ასეთ წერილს და იპარება სახლიდან. მაგრამ მეგობრებო, ახლა ეს ხო თქვენ ისწავლეთ. აი რაში გამოიყენეთ? ახლა 50-ე ფსალმუნის 100 ჯერ კითხვა რას მოგცემთ რომ? ჯერ რას გაიგებთ იქა? ჯერ ხო უნდა იცნობთ დავითი, თავისი ბიოგრაფიით და დავითი რომ შეისწავლოთ, კარგად უნდა იცოდეთ ბიბლია. განსაკუთრებით მისი ცხოვრების, აი რაც არის აღბეჭდილი. პირველი მეფეთა, მეორე მეფეთა, მერე მისი ოჯახის შვილი, მესამე მეფეთა, აი ეს ისტორიული ქრონიკები ძალიან კარგად უნდა იცოდეთ. თავისი ორი დამატებით, პარალელპომენონით, ორივე წიგნით. ისე რადგენ ახლა რომ მაკითხებ 50 ფსალმუნს, 90 ფსალმუნს და რამდენიც გინდათ. ან მამების ცხოვრება რადგენა თუ თქვენ საკუთარი ცხოვრება, სხვისი ცხოვრებით ვინმე იცხოვრებს მეგობრებო. კიდევ ვიმეორებ, ბიბლია არ არის ის წიგნი, რომ სხვისი ცხოვრება ჩვენ გადამოვიღოთ და ვიცხოვროთ. ბიბლია არის წიგნი, რომელიც გვეუბნება სამყარო შექმნა ღმერთმა და თქვენ კიდე ხართ დაცემული, ცოდოთ დაცემული. ამიტომ თუ თქვენ დააფიქსირეთ იმას, რომ ღმერთი არის, მაშინ გვჩება ერთი, გავაცნობიეროთ ჩვენი ცოდვილობა და ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები. ვაღიაროთ. შემდეგ, რა ცოდვა უნდა ქონდეს 18 წლის ბიჭს, 16 წლის ბიჭს, მე არ მესმის, ან 10 წლის გოგონას, ხო? იქ 50 ფსალმუნზე რო არის ლაპარაკი, მეფე წერს მაგას, მეფე ფსალმუნი, ხო? დავითის. ეს მეფეა, როგორი ბიოგრაფია აქვს, მეომარი, უამრავი სიცხლე აქვს დაღვრილი, 1000-ნაირი სისულელები აქვს ჩადენილი, მაგრამ ძალიან თბილი გული აქვს ღმერთის მიმართ. მას ღმერთი უყვარს, უძლიერესად. ამიტომ არის მისი ფსალმუნი ესეთი ასატოკებელი გამიგეთ, მაგრამ თქვენ 12 წლის ბავშვს ამას ეუბნები 50 ჯერ იკითხე, 100 ჯერ იკითხე. რა ცოდვა ჯერ ბავშვმა როგორ უნდა გაიგოს ცოდვილია თუ არა? არაფერი მას არ ჩაუდენია, ხო არის მატერიალური ცოდვა და არის პირველ ყოფილი ცოდვა ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მატერიალური ცოდვით 18 წლის ბავშვს არაფერი არ ჩაუდენია ჯერ 17 წლის ბავშვს რა, დედასთან არის, სწავლობს, მიდის, მოდის, კაცი არ მოუკლია არაფერი. და რანაირად უნდა გაიგოს ეს ცოდვილია თუ არა? ამიტომ ჩვენ ბიბლია უნდა ვასწავლოთ. და არა კონკრეტულად და მივიყვანოთ იქამდე რომ დავითი რო იძახის დედის საშოშივე მე ცოდვილით ჩავისახე. ცოდვილი დედის საშოშივე. ეს თუ არ იცის ადამიანმა, იკითხეთ რამდენიც გინდა მეგობრებო. ამიტომ აი ამ მოძრაობას რაც შეეხება ხა კითხვა რო დაისვა, აი მოძრაობა და მე ცოტა იმას ჩავერთე ბიბლიური კონტექსტით. აი რა უნდა გამოვიდეს ამ მოძრაობიდან? მოკლედ რა უნდა ქართველერს? კაი ცხოვრება უნდა. აი ეგ არის მისი ავანჩავანი. ცხოვრობდნენ კარგად ბრეჟნევის დროს, შევარდნაძის დროს, ესევე ლიტერატორები, ჟურნალისტები, მხატვრები, მოვიდა ახალი თაობა. ახალი თაობამ, ახალი ისინი შემოიტანა საშუალებები, ტექნიკა, სულ ყველაფერი ეს ნელ-ნელა ხდება და აუცილებლად მოხდება რეფორმა მეგობრებო. თუ ეს არ გინდათ და მხოლოდ ამიტომ რუსი უნდა შემოვიდეს, მანდა სასაცილოა რუსი რო შემოვეხლა რა, რეზო ამაშუკელს ისევ ლექსების წერას დააწყებინებს, წიგნებს გამოუცემს რომელიმე პოეტებს, მან თუ რა არაფერი შეგეშალოთ. არ მოხდება თქვენი დაფინანსება მხატვრებო და მწერლებო. თქვენ იმიტომ რომ იდეოლოგიის სამსახურში იყავით, იდეოლოგია იყო ისეთი რომ აუცილებლად თქვენ უნდა გამოგეთაყვანებინათ ხალხი და ეს მთელი კულტურა, მთელი საბჭოურ სივრცეში საბჭოთა კულტურა ემსახურებოდა ილუსტრაცია, ეს იყო ილუსტრაცია მარქსისტული მსოფლმხედველობისა. გადავიდა რა ეს ფორმები და აღარ არის ეს იდეოლოგია, მისი მუშაკებიც აღმოჩნდნენ პენსიაში. ეგრეთ წოდებული ჩარეცხილები. ეს კაი სიტყვა არის, ჩარეცხილი ძალიან კაი რამე. უნდა გაირეცხოთ მეგობრებო. ან ჩაირეცხოთ, გაირეცხოთ და სუფთად დაიბადოთ და მერე თქვენი ადგილი მოძებნოთ. რა გაუთავებელი ნოსტალგია არის ქართული თეატრისა, ქართული მწერლობისა. ეხლა ყოფილა ყველა მწერალი ჭკვიანი, რამაგრები ყოფილან. მეგობრებო, წავიდა ეს დრო. ეს კაი ფურცელი დავხუროთ და ეს საბჭოური ყველაფერი ის კულტურა იყო თუ რა იყო, უნდა აღწეროთ რისთვის იყო ეს. და არა იცით რა ეხლა ისევ შევარდნაძე მოვიდეს, ისევ რეზო ამაშუკელი, რეზო ესაძე 80 გადაცილებული ხალხი, ისევ მეღვინე თუხუცესი, რომელიც აღშფოთებულია და რო შემხვდებს თოთბერიძე, რას უზამიცი და ვაჭრი ყურებს. აუ აღშფოთთა
მეღვინე თუ შედალოცილო ცალი ფეხი სამარეში გაქვს ჩემო ოთარ ბატონო შენი თუთაშხია მახსოვ შენი ისახოს და კი მაგრამ შენ არის ახთი არავის საქმეში არ ვერევი მეო რა ეხლა მოგინდა ყველა საქმეში ჩარევა იქ თეატუთფერიძეს თურმე ისუქნია ეს რა თქვარო არაფერი არ უთქვია მეგობრებო არაფერი ეს არის თაობების ბრძოლა ახალგაზრდა თაობა ძველ თაობას ებრძვის ახალი რწმენა და რელიგია ან უფრო სწორედ თქვა ძველი რწმენა და ახლებური მიდგომა რწმენა საერთოდ არ ძველდება მეგობრებო რწმენა ერთია ეს არის უზენაესად და ტრანსცენდენტალური სამყაროსთან დაკავშირებული ცნობიერება აქედან ესე იგი იმანენტი ტრანსცენდენტის ერთგვარი დიალოგია მხოლოდ ამ ტრანსცენდენტის მიღმა დგას სამყაროს უდიდესი შემოქმედი ღვთაება ღმერთი რომელიც განცხადებულია მხოლოდ ბიბლიაში სხვაგან არ არის და მასთან დაახლოებული პირები გადმოგცემენ ამას ხო იგივე მამები წმინდა მამები საიდან ამოდიან ბიბლიიდან აბა მათ თავიანთი ბიბლია არ დაუწერიათ ისე შეუყვარდათ ღმერთი რომ თავიანთ ის განცდებს თავიანთ იმას გვიზიარებენ თავიანთ აღწერილობას წიგნებში მაგრამ რატომღაც ბიბლია თქვენ გადადეთ გვერდზე ეტაკეთ მამებს ბიბლიიდან ამოგლიჯეთ 51 ფსალმუნი 91 ფსალმუნი და ერთგვარ რუტინად აქციეთ ეს მეგობრებო ეს მაშინალური მოქმედებები სირეგვენემდე და სიდებილემდე მიგვიყვანს არა მეგობრებო ეს არ არის ამიტომ აი ღვთაების აი თუ აი რწმენა არ ძველდება და რწმენა ყოველთვის არის ყოველთვის მარადიული მაშინ რწმენის ახლებური იმასთან გვაქვს საქმე აი ძველს ებრძვის ახალი აი ესეთი დამიზნულობა რაც თელი კულტურას უძახით ჩვენ და ტრადიციები და აბა ტრადიციები მოდის და აბა რა ტრადიცია ქართულს სუფრაზე ჯდომის ჭამასმის გოჭის საცივის ყანწის და სადღეგრძელოების ეს არის ტრადიცია მეტი რა ტრადიცია გვაქვს ახლა რა ის მანქანის მშენებლობა გადმოგვეცა ტრადიციით საიდუმლო გადმოგვეცა ვისკის გამოხდის ღვინოს გამოხდის საიდუმლოებს ატარებს რომელიმე გვარი და აი ეს დაიკარგა აი რა ტრადიცია გვაქვს სიმინდის თოხნის ტრადიცია მე მგონი ტრადიცია არ არის მეგობრებო ხო მოგშივდება უნდა გათოხნო ახლა პურვარელის ტრადიცია მეგობრებო ყველა ქვეყანაში აი რა ტრადიცია გვაქვს ჩოხის შეკერვის ტრადიცია მეგობრებო ვერან ვერ კერავს ახლა ჩოხას და ან საჩოხეტანების აქვს ამიტომ გაზეპირებული ფრაზებით ვლაპარაკობთ და რატომღაც ყველას გულზე ხდება ეს მეგობრებო არაფერი არ ხდება ისეთი მოკლედ სიცოცხლე გინდათ რატო არ ცხოვრობთ ცხოვრება გინდათ ჯერ ერთი უნდა იცოცხლოთ ჯერ უნდა იცოცხლო რომ იცხოვრო და შემდეგ ცოცხალი კაცი იწყებს ცხოვრებას არ ამკოდარი და დააფიქსირეთ ხართ კი ცოცხალი ცოცხალი როგორ უნდა იყოს კაცი რომელიც ისევ წარსულს მისტერის ფარნავაზის დროინდელ ეპოქაში დარჩით ხალხო დავით აღმაშენებელზე ლაპარაკობთ გამიგეთ და გულზე ხვდებათ ყველაფერი თუ ვინმე თქვა ოსი იყო თამარ მეფე რა გახდა ან ოსი იყო საერთოდ ვინ იცის ვინმე ვინა ვართ თუ ბიბლიის და რწმენის ხალხი ხართ მეგობრებო ვინ მეტყვის თქვენგან ადამი რა გვარის იყო და რა სახელი ქვიოდა ადამი და ევეს გვარი იცით მადედან არ მოდის კაცობრიობა იქნებ ნოეს გვარი იცის ვინმე და მისი ოჯახობის არა ხო გვარები ბიბლიაში არ წერია ეს გვარები პირობითი არის ეს ეროვნება ბიბლიაში წერია რა ეროვნების იყო ადამი ევა ვინ მეტყვის იქნებ მითხრათ ებრაელი იყო არა რა თქმა უნდა იქნებ მითხრათ სომეხი იყო ვერც მაგას დამიმტკიცებთ ქართველი იყო ადამი და ევა ვერც მაგას მეტყვით იმიტომ რომ ეგ ესეთ პირობითი ამიტომ რა გახდა ასეთი გულზე ხდა აი ოსი იყო თამარ მეფე და გაგდაირია თქვათ რომელიმე გაჩეჩილაძე ნახერაზე რა მნიშვნელობა აქვს თამარ მეფე ოსი იყო თუ სომეხი იყო რა მნიშვნელობა აქვს ან საქართველოში ახლა დავიწყოთ დაყოფა ვინ ქართველია ვინ სომეხია ვინ ოსია რა უბედურება ჭირს ქართველს ეს უბრალოდ მან შეიძლება რა კონტექსტშია ნათქვამი რატო ამახინჯებ ამასინათ ინსტიტუტში ესე იგი პრეზიდენტი გამოდის და იძახის რაღაცას შეიძლება მაგან ელემენტარულად кайფობს უკვე ხალხზე ეგ პრეზიდენტი რა არ შეიძლება რომ ასეთი ერის პრეზიდენტი როა კაცი აუცილებლად უნდა იშაყიროს თორე ისე გული გაუწყდება რა თვითონ არის ახლა წაკითხული არა აქვს ვინ რა არის როგორ არის თუ რა არის ახლა რა შაყირი ახლა ზის საკანში კაცი და პიჯაკი დამეადე რა პიჯაკი რა მიხო და თან შენი ძმა კაცი არც აქ ცხენია რა ახლა მაგით რა ქებას დაიმსახურებს სპენელის თვალში თუ რა ვაშკაცობა არის ეგ არა შეგიძლია რა ოსი ყოფილა თამარ მეფე უთქვე რა შენ რა ქართველი ხარო და რა იცი რომ ქართველი ხარ არ არის ეს ქართველობა საიდან მოდის სადამდე შეგიძლიათ გაყვეთ ამას დაიკარგებით თქვენ დალოცულებო ერთით ხრივ იძახით ქრისტიანები ვართო მაშინ გაყევით ამ გენეტიკას და გადით მიდით ადამიანთან და ნახეთ ის პირველი სცენები როგორ შეიქმნა ადამი მიწიდან აღებული ტალახი და სულის ჩდაბერილი ღმერთი შემდეგ ნეკნიდან ადამის აღებული ხალი აი ჩვენი წინაპრები აი თელი მოდგმა თელი დედამიწაზე ადამიანს რო შეხედავთ ეს როგორ შეიქმნა უკვე უნდა იცოდეთ ბიბლიიდან ტალახიდან აღებული ვართ პირველი სახე არქეტიპი ადამი ას მიწიდან იყო მიწიდან აღებული ადამახი
და ქალიევა ციცოცხლე, ნეკნიდან, კაცის ნეკნიდან. და რატვინი წაიღეთ, ვინ ქართველია, ვინ სომეხია, ვინ ბრებრეელია? ცხოვრება არ გინათ ხალხო. ცხოვრება მიდის. დღეს ხვალ გადასვლა მოუწევს იგი ცხოვრებაში. ოთარ მეღვინე თუხუცეს, რეზო ესაძეს, რეზო ჩხეიძეს, ჭაბუა ამირეჯივის. ხალხო, რამდენ ხანს იცოცხლეთ? მე არ გამაგიჟოთ ახლა. ან თქვენი ენტროპიას არ განიცდის თუ რა უბედურება ესა? რატო არ ემზადება ბატონი ოთარი ამისათვის? რატომ არ განვლით ცხოვრების ანალიზს არ აკეთებს? რატო არ იძახის რომ რაც სუდათ მიცხოვრია ჩემო ახალგაზრდებო? რა რეგვენი ვიყავი რა? რა იყო ეს? რასაც ვემსახურებოდი დაინგრა. ემსახურებოდა მაგარი, ძალიან მაღალ დონეზე ემსახურებოდი ბატონო ოთარ საბჭოური სინამდვილეს. თქვენი კეთილი ადამიანები, თქვენი იგივე ათათუ თაშხიათი, ვითომ რომ ქრისტიანი ხართ და არც იცით ეგ წიგნი რა წიგნი არის, ბოლომდე გამოკლეული არ აგაქვთ ხო? ქრისტიანობა არავინ კი არ იცის და ამაზე არ მიდის კამათი. არავინ არ იკვლევს ამ ბიბლიას. აი ამაშია ჩვენი უბედურება. ჩვენი უბედურება იმაშია, მეგობრო, ცოცხალ ღმერთს არ ვიცნობთ. ცოცხალი ღმერთის მაგრამ შიოლაშვილი ყავთ მან და შიოლაშვილი კიდე თვითონ არ იცის რა ხდება ცხოვრებაში. საწყალი ბერიკაცი მიფრუტუნობს, მოფრუტუნობს და აჩოჩიალებენ ბრეჟნევით და რელიგიური ბრეჟნევი არის ეს უკვე. და არ გეცოდებათ კია. ამიტომ იცით რა არის? თქვენი ყოფა გაშინებთ. თქვენი ყოფა, გიტევთ თქვენი ყოფა. აი მდგომარეობა, არიქა, იცი სახლი გონი არ წამართვან, ოქროულობა არ წამართვან, რაც დააგროვეთ. იმას ვიძახი ოქროულობის ქვეშ იგულისხმება, საბჭოურ იმაში გამოცდილება დააგროვეთ, დააგროვეთ. ოთარებო, რეზოებო, ვახტანგებო და ასე შემდეგ მიცახართ მან და ეს ძველი ხალხი. და ბოლოს განებერა თავი ახალგაზრდამ დაიწყოს რა. დღეს შეცდომებით, განა თქვენც ეგრე არ მოხვედით. თავის დროზე ახალგაზრდა არ იყო კონკავშირი რომ მოდიოდა, აი 20 წლის ბიჭები, 30 წლის ბიჭები ტვინი რო წაიღეს. და მე რომ დაიხვეწა და დაღვინდა და მოჯექით მან და სულ ტაშფანდურით არ შეხვდით მაგ ქვეყანას, ტვინს არ გვირეცხავდა, ოთარ მეღვინე თუ არასოდეს არ გამოსულა, ოთარი არ გაუკრიტიკებია საბჭოური სინამდვილე. თავიდან ბოლომდე იყო მოწვევის დეპუტატად იჯდა თელი ცხოვრება. ტყბილად ცხოვრობდით? აი ღმერთმა რა გაგიკეთათ. დააფიქრდით ჩემო კარგო. დღეს ხვალ მოგიწევთ მასთან შეხვედრა. ყველას მოკვდებით, აუცილებლად ყველას მოუწევს ღმერთთან შეხვედრა. მე ვნახავ დღიშველი ჩიოლაშვილი. მისი ეგრეთ წოდებული ქადაგებებს რო არქევთ მათ ბლოკონს. რა ქადაგებები მაგას აქვს? ქადაგებები მე გამიგია პავლესი, პეტრესი, ქადაგება გამიგია მე ვთქვათ მაკარტურის, გამიგია სპერჯენის, გამიგია მაკდაუელის. რა ვიცი, რა ქადაგების მატარებელი ახლა რა ვიცი, ჩიოლაშვილი მე არ ვიცი. სიტყვის კაცი და დაარქმევთ ქადაგებას. სასაცილოა პირდაპირ, ხო მეგობრებო რა. ამიტომ რწმენა აი ეს ძირძველი რაც იყო უცვლელი რაც არის ადამიანში მის მიმართ შეცვლილი ახლა რაკურსი. ამათი ბრძოლა არის. რწმენა იბრძვის. ახლებური დანახვა რწმენისა, არავის არ უნდა. არიქა ზნეობრივად ვთახსირდებით, მეგობრებო, ვისაც არ უნდა ვერ გაათახსირებთ. აი ვინ შემოგივარდათ ოჯახში? ვინ შემოგივარდა? თუ არ გინდათ, არ გათახსირდებით. თორე ადამიანი იმთავითვე არის ცოდვა დაცემული და მიდრეკილებია გათახსირებისაკენ. ბიბლია ამას გვეუბნება. ამიტომ არის კარგი ბიბლიის ღრმა ცოდნა, ღრმა შესწავლა, რასაც არ აკეთებს არავინ. ზის საკანში კაცი და ბიბლია არ აქვს თავიდან ბოლომდე წაკითხული. და ამ დროს ჩამოუკიდია ჯვარი და დაუჭერია სანთელი მივარდება მღვდელი მასთან და კედელთან რო დააყინეს აი ესე ბოდიშები იხატა. არა და იმ მღვდელმა სისულელები ილაპარაკა. საერთოდ იმანაც არ იცის რა არის რელიგია, რა არის ბიბლია, რა არის ქრისტიანობა და რატომ შევიდა სამღვდელოებაში. სულიერი ვარ თქვა. აი სულიერია რა. ან რა არის სული განმარტე. რა არის სული? ჭამ შედალოცილო გრიალებ. რა სულიერი შენ ხარ? ხორციელი ხარ. ამიტომ ძალიან ბევრი ხორციელი ადამიანების ბრძოლა არის დღეს კონფლიქტური სიტუაცია საქართველოში. ყველას უნდა ცხოვრება. და ახლა თავრობას კიდე არ აქვს იმდენი რესურსები ყველას ჩამოურიგოს, შემოგეთილებო. აი ამ ფონზე რაც ხდება ახლა აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი. ეს არის კიდე ერთხელ ქართველი რო არის, აი მოფრიკინე ერია. აფრენს. წვიწვილად ქალი, კაცი, ბავშვი, სულ ყველა. რა გიკვირთ ჩემო კარგებო, რა. დააფიქსირეთ თქვენ თავი და გააკრიტიკეთ. ჯობია ჩემო კარგებო. სანთლებით და იქ რო ააშენეთ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ეკლესია რო გაქვთ აშენებული. ქარხანა აგეშენებინათ რაიმე. ქარხანა რაღაცა აწარმოოთ რომ გახვიდეთ ეკონომიკურ საერთაშორისო ბაზარზე და ვიღაცას კონკურენცია გაუწიოთ. მე მგონი ეს უფრო ჯობია, ვიდრე რა ვიცი, ერთ კაცზე 10 მღვდელი რომ მოდის. და ეს ქალები შეიყარენ ამ სამონამზნო იმებში და რა ხდება კაცშვილმა არც გასაიდუმლოებულია. რა ხდება იმ ბერებში არავინ არ იცის. რასაკეთებენ ეს ტალიკ-ტალიკა ბიჭები რო შეკრიბეს ამ იმეში მონასტრებში. აი რასაკეთებენ? გამო რა რაღაცა მოსავალი სირცხვილი არ არის თურქები გვაჭმევდეს. სირცხვილი არ არის უკრაინა გაჭმევდეთ მეგობრებო, სირცხვილი არის ხო? ასეთია ქართველმა ყველაფერში, აი ეს არის ზომიერება არ იცის.
რელიგიური შიზოფრენიაში ქართულს უკვე აღარავინ აღარ ჯობია. პირველ ადგილზე არის ქართული ამ კავკასიურ სივრცეში შემოკარგებო. ამიტომ მოკლედ რომ შევაჯამო ზემოერე თქმული, რაც ხდება დღეს საქართველოში, ეს არის კიდე ერთხელ დადასტურება იმის, რომ ქართველი ერმა დღიდან, აი 2000 წელია ქრისტე როგორც ასეთი არ მიიღო. ქრისტეს არ იღებს ის. და აქედან დიდი ტანჯვა და დიდი უბედურებები წინ მოსალოდნელი არის შემოკარგებო. თქვენ რომ კარგად იცოდეთ ამოს წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველება, აი ძველი აღთქმებისა, საერთოდ გაგებაში რო არ ხარ და არ კითხულობთ, იცოდეთ კარგად ისაია, კარგად დაამუშავოთ იერემია, რაზე ლაპარაკი, იოველი წინასწარმეტყველი, ოსია წინასწარმეტყველი, მე მგონი ბევრ რამეს გაიგებდით. თქვენ ესენი არ გინდათ, არ კითხულობთ, თქვენთვის რელიგიური შემოიფარგლა მხოლოდ და მხოლოდ სანთლის დანთებით, ფეხზე დგომით 8 საათი და უყურებთ ამ რიტუალებს და თავს დიდ მორწმუნეებად თვლით. გამოდიხართ მაგარი აგრესიულები მადედან, დაბოღმილები და არანაირი სიყვარული თქვენში არის. არანაირი სიყვარული არ იყო იმ ღდელში, საკანში რო შეიჭერას უთითების ქნევით. აი ამას ბიბლია კი არ მიუტანია და ბიბლია კი არ წააკითხა იმ შენიშვნა ის კი არ მისცა. ეგრევე ოდიოზურ პიროვნებად მოიხსენია პიროვნება ადამიანი და ოდიოზურია თვითონ რა? სურნელოვანი პიროვნებაა? ოდიოზური თუ ის არის კლიმიაშვილი. აი სისაკაძე რა ისე სურნელი აზდის? რაკიღა ანაფორა აცვია, თან ტყავი რო გადაუწია მოდაზე როა ჩაცემული? ამაში ჩვენი უბედურება შემოკარგება. არა, ის არ მივიდა ბიბლიით და ეთქვა, ეკიო ჩემო. აი ესეც კლიმიაშვილი, აი ბიბლია არ იცით. მოდი იკითხეთ, აი ერთად ვიკითხოთ. ბიბლია შენა ვიკითხოთ, გამოწვლილით განვიხილოთ, შევისწავლოთ და განმარტოთ. პრობლემა ქართველების სწორედ მაგაშია, მეგობრებო, კიდევ ვიმეორებ, ქრისტეს საქართველოში არავინ არ იცნობს. არ არის გამოკვლევები ამ წიგნზე. ბიბლიას ისე არ იკვლევენ, როგორც ამერიკაში იკვლევდნენ, როგორც ბრიტანეთში, ევროპაში. უამრავი წიგნებია დადებული ამაზე, ხო შემოკარგებო. აი ვინმეს ეს უკვლევია? რა დაბუდადებული თემა ეს? რატომღაც ერთხელ და სამუდამოდ აი ეკლესიის ავტორიტეტი სახელმწიფოში, სახელმწიფოა მეგობრებო უკვე. შეიყარა ყველა ეს ძველი ხალხი უკვე აი გაერთიანდა და ეკლესიაში შეცვიდნენ. და ვითომ ახლა გიждდებოდნენ შიოლაშვილზე. ვისატყვევთ მეგობრებო? აი ვის? როდის იყო ხა თქვენ გიждდებოდით მაგ ადამიანზე და ასეთი სულიერებას იჩენდეს ხა ქართველიერი როგორც დღეს ესე გარეგნულად ჩანს. ეს დამთავრდება ტრაგიკულად. ჯერჯერობით ასე მიდის მეგობრებო. მან გაურკვეველი მდგომარეობა, მაგი პერსპექტიული ჭრილში იქნება ძალიან ესეთი პატარა შეხლა შემოხლა იქნება და რა თქმა უნდა ესეთი ერი ურჩიერი უნდა მართოს ვიღაცამ. აი ჩვენ ერთ დღეს მოვამანდ რუსები, სხვა ახლა ირანი ჩვენ მანდ ახლა ღმერთმა დაგვიფარონ, ირანს გადაგვაბარონ ან თურქეთს, თუმცა მარტო ღმერთმა ის და ესეც შესაძლებელია, იმიტომ რომ იყო პერიოდი, რომ არაბებს ჩაგვაბარა ღმერთმა ჩვენი თავი, გახსოვთ არაბობა 400 წელი. იყო მეგობრებო, ოსმალო თურქი და თათარი, ერთი ნაწილი წაღებული ქონა 300 წელი. რატომ არ შეიძლება ეხლაც იგივე მოხდეს და თურქმა წაიღოს ეგ მხარე და სომეხმა წაიღოს მეორე მხარე, იგივე ირანმა, რუსებმა და ქართველს იგივე ბედი ეციოს, როგორც თავის დროზე ისრაელს ბიბლიაში წერია, გაიფანტოს. და დაწყებული ეგ შემოკარგებო. ასე რომ ჭკუას მოუხმოს ყველა ქართველმა და საერთოდ დაფიქრდით იცი ძალიან ბევრი გამეცნიერდა მეგობრებო და განსაკუთრებით მოდათ იქცა ახალგაზრდებში ბიბლიაზე და რელიგიაზე ლაპარაკი. მე მიჩვენია ამაზე ლაპარაკობდეს ოთარ მეღვინეთუხუცესი, რეზო ესაძე, ჭაბუა ამირეჩიფი. აი ისინი 18 წლის ბიჭებივით არიან და 18 წლის ბიჭების სოფხედულობიდან მსჯელობენ. ისეთი დაწყულებული არიან ცხოვრებას და ეს 18 წლის ხალხი და უცლის ღმერთზე და ტრანსცენდენტალებზე ლაპარაკობენ, არ ყვევენ სამებას. სამი არია ღმერთი, სამი სახეა თუ ერთი სახეა. გაუთავებელი გადახედა ფორმებში და არის ერთი კამათი რა, თითქოს პური ნაჭამი ქონდეს ერთსაც და მეუღმა ერთი ამტკიცებს რომ სამება არის, მეორე ძაღი ერთია და ეს არის ფუჭირა მეგობრებო. აი ცხოვრებაში ვინახართ? თქვენ შეგიძლიათ სიყვარული? გვერდზე გიყვარს ადამიანი? ჯახი, აი რა გაგიკეთებია? დედიკოს იმას კისერზე რო ხარ ჩამოკიდებული, მამიკოს რო გასწავლონი. თქვენ ხარ და რელიგია გაიხადე რაღაცა სალაპარაკო თემად მოდაში. ესე იგი ახალგაზრდები დაკავებულიან რელიგიით, ეს ძველგაზრდები დაკავებულიან მატერიით, მაგარი ცხოვრებით და უნდათ აი რევოლუცია. და აი 80 წლის ხალხი ისე დღეში არიან. ამიგად რომ წინ წავიდეთ, სისხლი დავუღაროთ. ძალიან ბევრის მოწოდება ასეთი იყო. ყველა გადაცილებული 70 წელს არის. მეგობრებო, კი მაგრამ პენსია აღარ არსებობს. სოციალური პენსიაზე არ გულისხმობ. ფსიქოლოგიური, ინტელექტუალური პენსია. გადით, დაისვენეთ, შეჯამეთ თქვენ ცხოვრება. როგორ არაბა ყველაფერი მოსაწონი იყო რა, როგორ ცხოვრობდით? რა, ოთარ მეღვინეთუხუცეს ყველაფერი მოწონდა რა, რასაც აკეთებდა. მოდი ამაზე გველაპარაკე კაცო. რა გინდა ეხლა ახალგაზრდა თუთბერიძე დაჯდა იქა რა, გშურს. გაჯობა ახალგაზრდა გოგონა. შენზე მაგრად ლაპარაკობს. შენზე კარგად იცის კომპიუტერი, კარგად ერკვევა რელიგიის საკითხში. ის მაინც იცის, მან გამიგე რომ დამღუპელი არის მართლმადიდებლური ეკლესია, რომ ესეც მაინც აღმოჩინა პატარა გოგონამ და თქვენ
თქვენ ჩემო კარგო თელი ცხოვრება გადაფსკვნელი იყავით რუსებთან და რუსებს აგინებდით. ესეც კი ვერ გაიგეთ, ხო? ის გაჭმევდა, ის გასმევდა, აგინეთ და ჩამოგშორდათ ეგ მკერდი, ძუძუ რუსისა, რომელიც თელი ეს ქართული ინტელიგენცია წოვდით და გამოაშრეთ და გამომშრალი ის ჩამოიყარეს ეს რესპუბლიკები. ეხლა ისევ გინდათ მეგობრებო, ჯერ არ გასუქებულა ის ძროხა ისე რომ მიაწყდეთ. ამიტომ აი ამაზე ვიფიქროთ და არა იმაზე, გამიგეთ, იმან რა თქვა. ვინ რა თქვა, არაფერიც არ თქვა, კრიტიკა არის. კრიტიკა არის უხეში ფორმით. განა უხეში ფორმას ილია ჭავჭავაძე არ მიმართავდა. აი ცე გადახედეთ მის ძველ ნაწერებს. აი რა აქტუალურია მისი ქვათა ღაღადი დღესაც კი. აი მე მგონი ყველას დაავიწყდა იგა. არ კითხულობს მაგას. რა აქტუალურია აკაკი წერეთელი, ხო? როგორი უწმაწური სიტყვები აქვს აკაკი წერეთელს პარიზი რო ნახა, გულგახეთქილი რო წერს ბეჟან სვანიძეს ხვიტორში. თავის თაბიჯლავს. ეს დაგავიწყდათ ყველას, მეგობრებო, ა? ან კიდე რა გაუკვირდა? აი ისაკაძეს, რა არის ის ცნობა რომ სულხან-საბა მართლა წვერით რო ათრიეს, როგორ მაგან არის ის? ვერ დამუტკიცა ჩვენმა გიორგი გაჭიჭა, იმიტომ რომ ამ კაცმა ყველაფერი ყურმოკრიტიზეს, არაფერს არ კითხულობს, არ სწავლობს, მისი უბედურება არის უწიგნურობა, თორე რა უნდა და იმის გაჩერება? აურდაურია კირიონი, ანტონი არც ეს იცის, ეს ყურმოკრილი აცახსო და გაიმეურა. მაგრამ ისაკაცემ რომ პრეტენზია გამოამჟღავნა იმის რომ იცის, როგორ მან არის ის რომ სულხან-საბას როგორ მოიქცეს? სულხან-საბას არც ნაწერები აქვს წაკითხული, არც იმ დროინდელი ანალებსაა ჩახედული. მარტო სკოლინა რაც მოგაწოდეს. სკოლაში ეხლა ის მას არც გასწავლიდნენ, ხო? შეიძლება სკოლაში არც გითხრეს ეგა. თუ ამას გააპარებდა ვინმე ისეთი დისიდენტი მწერალი, როგორც იყო აკაკი ბაქრაძე, როგორც იყო თქვა თამას ჩხენკელი, ბაჩანა ბრეგვაძე, აი ესეთი ხალხი, რომელიც ცოტა შემოგვაპარებდა, რათა თლათ არ დავნელებულიყავით. მათ სამსახური მართლა გაწიეს, ხომ? ისეთ მისასვლელები, ისეთ არქივებთან ჰქონდათ, სადაც ნამდვილად კაი რაღაცებს გვაწვდნენ, ხომ? ბევრი რამე აღმოაჩინა აკაკი ბაქრაძემ თავის დროზე და გაახმაურა აკაკი წერეთლის შესახებ, ილია შესახებ დეტალები. შემოგარგებო, როგორ ისაკაძე ბატონო, თქვენ არიცით ესა? არიცით რომ სულხან-საბას როგორ მოიქცა ჩაქოლეს, მერე შიშის გამო ისე მართლმადებელი რო გახდა და რომელიმე უნგიაძე, ავთანდილ უნგიაძე რო გამოვიდა და იცით რაო, მე ეს პოლიტიკური ხერხი იყო, არაფერი შეგეშალოთ. არავითარი პოლიტიკური ხერხი არ იყო. და თუ ეს პოლიტიკური ხერხი იყო, არ უყვართ ხერხები. ღმერთს ხერხი კი არ უყვარს, ნამდვილი გულის მოbrunება უყვარს. თუ მართლაც დასავლეთი უნდა ქართველ ერს, რელიგია პირველ რიგში უნდა გამოიცვალოს. რელიგია, აი რელიგია, მე არ ვიძახ ცოცხალ ღმერთთან. ეს რელიგია და რელიგიის გამოცვლა, მე მგონი, უნდა გიხაროდეთ კიდევაც. მაგრამ რო გეუტყვიან, რომ ცოცხალი ღმერთი გამოცვალემ და არ ღმერთზე, ამაზე უნდა აჯანყდეთ. თქვენ ვინმე გეუნებათ მაგათ? ცოცხალი ღმერთი არის იესო ქრისტეს სახით განსხეულებული მოვიდა. მე მგონი ეგეც არ აგწამთ თქვენ. ამიტომ რელიგიის ფორმის გამოცვლა ვის არ უნდა? სამღვდელოებას. დაიჩუტებე და დაკარგავს ყველაფერს მაგას. თელი ბლაგუა მათ. 25 მილიონი დაფინანსება მთავრობა რო აფინანსებს. უამრავი ეს მიწები, ეს ჩემოკარგებო მაღაზიები, ეს თურმე ნაკურთხი არაჟანს ყიდის, პურს ყიდის, მაღაზიები გახსნეს. როდი საკით დაიწყეს მეურნეობაში მუშაობა მაგ ხალხმა და ორმაგი ფასები როღირს. შეიძლება მეგობრებო ასეთი ყველაფერზე ვაჭრობა? ამაშია ჩვენ უბედურება ჩემოკარგებო და გირჩევთ ყველას წაიგითხოთ ოსია წინასწარმეტყველი. ძალიან აქტუალურია ოსია ამოს წინასწარმეტყველი, როგორი ეთანადება დღევანდელ ქართულ სივრცეს მეგობრებო. და ბევრ ამას გაარკვევთ. მოკლედ რომ თქვა, ჩვენი უბედურება ის კი არ არის ვინმის ებრძვის. ჩვენი უბედურება ის არის, რომ ახალი არ გვინდა მეგობრებო, ახლებური დანახვა, ახალი აღთქმის მიღება არ გვინდა. აი რა არის უბედურება. ებრძვის ახალი და ძველი. ცოტა ესეთ შედარებას გავაკეთებ, არ დაიბნეთ. როგორც ბიბლიაში არის ძველი და ახალი, ეს არის ძველის შესრულება და წინწასვლა და მთლიანად თვისებრივად რანგში, ახალ რანგში აყვანა, ასევე სოციალური საქართველო. ძველი და ახალი. არ გინდათ ხო ახლის მიღება ძველებო. და ის ძველებია, რომლებმაც თავის დროზე მედლები ხო დაიკიდეთ კაცო, იყავით საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი. აღარ არის საბჭოთა კავშირი ბატონო უთარდა. ხო ხართ ეს არტისტი, მეტი რა გინდათ? მაგრამ გაიმასხრებთ თავს. გაიმასხრებთ 80 უახლოვდებით და ბრძენი მოხუცის ის უფრო მენატრება ხმა ვიდრე მოპრუტუნე ბერიკაცისა. ან კიდე რა გახდა ეს სამშობლო, რატო გააღმერთეთ ეს სამშობლო მეგობრებო? სად წერია რომ სამშობლო არის ღმერთი? სამშობლო არის ადგილი, სადაც იბადება ადამიანი, გარკვეულ დროს, გარკვეულ დროებით მოაწყობს მაგას და დაუთმობს სხვას. თვითონ მიდის იქით, ღმერთს შეხვდება ნამდვილ სამშობლოში მოგიწევთ შეხვედრა. ვაი რომ იმ სამშობლოს პადლები და ჯოჯოხეთი აქვს და ემანდერ იქ არ შეიყაროს ყველა ჩემოკარგებო. მადლობთ ბატონო თეოფილე. შემდეგი კითხვა ასეთი იქნებოდა. როგორც ვიცით, თქვენც ახსენეთ, თქვენ საუბარში ამ თემაზე ილაპარაკეთ ცოტა, მაგრამ ქართველი ერის ნაწილი თითქოს ორად არის გაყოფილი და ორივე არასწორი მიმართულებით მიდის. ერთი ნაწილი არის
ვითომ კონსერვატიული, ესენი არიან უფრო მართლმადიდებლები და ვითომ რელიგიური, მაგრამ რა თქმა უნდა, ცუდად რელიგიური, ესეც არასწორით არის. ხოლო მეორე ნაწილი არის ვითომ დასავლური, თავისუფალი, უფრო ლიბერალური. მაგრამ ესენიც ისეთ რამეში ბაზავენ დასავლეთს, უფრო გარყვნილებაში, ჰომოსექსუალიზმის დაცვაში, უფრო სხვანაირი ლიბერალიზმში. და რა სიტყვით აი ამ მიმართულებებზე მე რამოდენიმეს მოვუსმინე, რამოდენიმე რადიო გადაცემას, რომელებიც ვითომ ბაძავენ ესეთ დასავლეთს, მაგრამ თითქოს უშნოდ ბაძავენ. აი თელი უბედურება კიდე იმაშია მიბაძვა ქართველს, ძვალრბილშია გამჯდარი. აი მიბაძველია ქართველი, ყველაფერი რაც არის უცებ, არც გაარჩევს ის ეტაკება და აიტყიპავს და აიწებებს. და ამაში იწყება ერის უბედურებაც. აი რა ვიცი ახლა კონსერვატორი ტერმინებით ოპერირება, აი კონსერვატორობაში რაზდებენ ლიბერალიზმში, აი აქაც სადაუეს ტერმინები და საზღვრები სადგადის და რას ნიშნავს ლიბერალიზმი. უცხოური ტერმინებია, ხო არც ერთი არ არის ქართული ეტიმოლოგიურად ქართული სიტყვა არ არის, არც კონსერვატიზმის სიტყვა და არც ლიბერალიზმი. ხო და თუ ლიბერალიზმის ქვეშ გულისხმობს დიდი უმრავლესობა თავისუფლებას, ცდებიან. ლიბერალიზმი აბსოლუტური გაგებით თავისუფლება არ არის. არის არც ამერიკა არის ლიბერალური ქვეყანა და არც კანადა და არც ავსტრალია მეგობრებო. აქ არანაირი თავისუფლებას მე ვერ ვგზნობ ვერც ამ ქვეყანაში და ვერც ამერიკაში რიგითი ამერიკელი. ყველა მხრიდან როგორ არის რომ დაჭირდებათ იმავე წუთში გამოყოფენ კლანჭებს სახელმწიფო თათები პირდაპირ იგრძნობს სახშიდებს უკვე ეს თათები. ასე რომელ თავისუფლებაზეა ლაპარაკი? თუ ზნეობრივ ლიბერალიზმია ლაპარაკი, რაც გინდა ქენი, ვისთანაც გინდა იგაკოტრიალდე ბუჩქებში, ამასაც აქვს თავისი ჩარჩოები. მაგალითად, თელრიგი იმეებში, ადგილებში არ შეიძლება ჩაიხადო და წაუწვე კაცს. ხო, ან დალიო, თქვათ, ამერიკისა და კანადის მაგალითზე. ხო, აქაც ხედავთ თავისუფლება შეზღუდულია. ამიტომ რა იგულისხმება ამ ლიბერალიზმში, ამიხსენეთ, სოციალური ლიბერალიზმი? რა, სოციალური ლიბერალიზმში რა, როგორ შეიძლება განთავისუფლდეს მაგალითად მუშა და რასაც მოეპრიანო ისაკეთოს, ხო? თვლიანად შეზღუდულია მუშა უფროსისგან და ხელფაშიც კი. არანაირად შეიძლება არ შესატყვისებოდეს მისი აი წარმოება, შრომის უნარიანობა ან მისი აი თქვათ შესრულებული სამუშაო აი ხელფას რასაც აძლევენ. უფრო ყოველთვის იგი გრძნობს რომ მეტი ეკუთვნის. ესე იგი შეზღუდულია ეს. აი ვინ არის თავისუფალი? იქნებ პრეზიდენტია თავისუფალი. სააკაშვილი როგორც პრეზიდენტი რა ლიბერალია და თავისუფალია? სად არის თავისუფალი? როგორ შეიძლება კაცი თავისუფალი იყოს, როცა 90 კაცი დაყვება მას? თავისუფალ კაცს არავინ არ დაყვება. ხომ? იგი მიდის მოდის, მას უჭიტინებს ტელევიზია, რადიო, სუმთლიანად ეგ დამონებულია. მთლიანად. მაგრამ თუ თავისუფლების ქვეშ გრძნობთ მხოლოდ იმას, რომ კაცი გადაადგილდება, მიდის, მოდის და მატერიალური კეთილდღეობასთან არის უფრო წინაყარი, თუ ეს არის თავისუფლება, მაშინ კი ბატონო, თავისუფალია საქართველოში თითქმის ყველა. და არ არის ის, ვისაც მატერიალური, თქვათ, ის არ გააჩნია, საქონელი და მატერიალური ნივთები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? კონსერვატორიო იტყვით ვიღაცა, ხო? კონსერვატორია ესე იგი ძველი, დრომოჭმული? თუ ის ძველი ღირებულებები? აქ გითხარით, რა არის? ძველი. რა არის კონსერვატიული საქართველოში? რა, ჩოხა? ხმალი? სისხლის აღება? აი, რა არის კონსერვატორული? ყანწით დალევა? ამას გიგზავნოთ. ოჯახში მაგალითად არავინ არ გიგზავნოთ მაგას, ყანწით დალევას. აი, რა არის ისეთი გამიგე, რომ რასაც მაგალითად ებძის დღევანდელი ებძვის ქართველი ახალგაზრდობა, ხო? აი, რას? ზნეობას? კი, მაგრამ აქ გითხარით მეგობრებო. როგორ ძალით შემოდის ვინმე თქვენ ოჯახს ხრწნის? თუ თქვენი ქალიშვილი შინაგანად მოწოდებულია გათახსებდეს, თქვენ მაგას ვერ შეაჩერებთ. რა, ძალით გინდათ ახლა ბოქლომი დაადოთ ქალს? ან კაცს ჩაკეტოთ? ეს უფრო კარგია, გაიფურჩქნოს ეს. ბოლოს გაიგოს ქართული. რა პრობლემაა ეგა? შინაგანად გული თუ ცოდვილია მეგობრებო. აი, ხო წერია ბიბლიაში, რომ ადამიანი თანდაყოლით არის ცოდვილი და მისი გული მიდრეკილია ბოროტებისაკენ. აი როგორ ნავგრძალოთ ეს ჩვენ მეგობრებო? თუ ჩემი გული მიირტვის ბოროტებისაკენ, თქვენ შეიძლება ამიკრძალოთ, ეს არ გააკ, მაგრამ გული დარჩა ბოროტი და ცოდვილი. მე რო კვდები, ჯოჯოხეთი გარანტირებული მაქვს. ესე იგი, ვერ ვახორციელებდი მე ამას, გამიგეთ? ამ ბოროტებას, მაგრამ ჩემი გული არ შეცვლილა. მისრაფება მქონდა და აგრესიული ტოლებს ხო ჩუმად ვახორციელებდი, გადავედი იატაკქვეშეთში. ვეწევი თქვათ ანანიზმს. გამიგეთ, ამ შემთხვევაში ყველანაირი გაგებით ანანიზმი, ინტელექტუალური ანანიზმი, სექსუალური ანანიზმს ვეწევი, ხო? იმიტომ რომ მიგრძალოთ ქალთან ურთიერთობას. რა, ამით რა, მოკლედ, რა იცვლება? კონსერვატორიზმით რა იცვლება, მეგობრებო? ბიბლია გვეუბნება რომ არაფერი. ბიბლია არც ლიბერალიზმს ქადაგებს, არც კონსერვატორიზმს. ბიბლია საერთოდ არ ქადაგებს არაფერს. ბიბლია არის ამბავი ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობას.
ეს არის დიდი ვრცელი რომანი ამ პოემა, თუ გენება ორიგინალში ისე პოემად აღიქმება, ისეთი გალექსილი არის ისაია და ფსალმუნები, მეტი როარ შეიძლება, ხო? ეკლესიასე და ქებათაქება. ეს პოეზიის შედევრებია, მეგობრებო, ისე კარგად არის ეს გაკეთებული, ესე დაწერილი. ეს ღმერთის სიტყვებია, მეგობრებო, ეს. თუ ეს ურთიერთობა ჩვენ არ გავიგეთ, არ გავიაზრეთ, მაშინ ეს სარიელი სიტყვებია ეს ადამიანის უფლებების დაცვა, ან რა თქმა უნდა ადამიანის უფლებების დაცვას ინსტიტუტები, ან რა თქმა უნდა თავისუფალ სიტყვას ინსტიტუტები, მეგობრებო. პრობლემა მანთხომ არ არის. პრობლემა ჩვენ გაგითხარით სად არის? თუ ევროპაში რაიმე მოხდა და აგრე რიგად რომ მიეტყვის ხალხი ევროპას და დღევანდელი ევროპა უნდა გითხრათ რომ სულ ყველაზე გახსნილი არის. კონსტიტუცია მათ საერთოდ ყველაფერი ამოღება, არაფერი ქრისტიანული ევროპას უკვე აღარ აქვს, მეგობრებო. არაფერი ქრისტიანული არ არის უკვე ამერიკაში. ეს არის უბრალოდ ძველი ინერციით მოდიან ხიბლი. როგორც საქართველოს ძველი ინერციით კომუნისტურა მოყვება კიდე, ასევე ამერიკას ძველი ინერციით ქრისტიანობა მოყვება. ანუ ზედაპირზე საოცარი გათახსირებაა. ანუ განსხვავება ის არის, რომ ხალხი აფიქსირებს ამას და ინდივიდუალურ იმაზე მოუწოდებს ადამიანს, რომ ინდივიდუალურად თუ ერი ვერ გადარჩება, ინდივიდუალურად მაინც გადარჩით. ხო არის მეგობრებო, კოლექტიური და ინდივიდუალური გადარჩენა. და არის ინდივიდუალური ქრისტიანობა, ეს არის უკვე ინდივიდუალური, ქრისტე უკვე ინდივიდთან მიდის. აი დედმამიშვილებით ვერ გადარჩები. დედა შენი რო ქრისტიანია და თქვენ არა, ამით ვერ გადარჩებით, რომ დედა თქვენია ქრისტიანი, თქვენც უნდა მიიღოთ ქრისტე. დამსახურებები არ მიიღება. ამიტომ აი ეს ლიბერალიზმი ასე ბადაღებული, აი ეს თავისუფლება, ხო, და ფრანგული სიტყვა ლათინურიდან შემოსული, სად არის ეს თავისუფლება? მე მაგალითად კანადაში თავისუფლება ვერ ვნახე. აი და არც არის საჭირო. როგორც შეიძლება ცოდვა დაცემული ადამიანი გაანთავისუფლო. როგორც კი ცოდვა დაცემულ ადამიანს აანთავისუფლებ, მეგობრებო, მიდრეკილება აქვს ბიბლიის თანახმად ცოდვისკენ, ცოდვა კი ნიშნავს ყველაფერი საზღვრობის კეთებას. იპარე და აბა კანონი რისთვის არის? თუ თავისუფლება არის ამერიკაში, ამდენი კანონი რატომ არის? აი დაგვირთ ლოგიკური ის არის, ხო? აი ესეც საკვლევია. რას ნიშნავს თავისუფლება? ან სიტყვის თავისუფლება? აქ მეგობრებო, სიტყვის თავისუფლება არ არის, რადიოებსაც უსმენთ აქ ჩვენ და რაც მოგეპრიანება, ვერ იტყვი აქ რადიოში. აი მთელი რიგი რაღაცები იკრძალება. მაგალითად, ეთნიკური კონფლიქტების გაღვივება იკრძალება, რელიგიური სინდესი თავისუფლება აქ მეგობრებო, და არ შეიძლება შეილახოს მეორე და აგიტაცია გაწიო რომელიმე რელიგიისა. სად არის თავისუფლება აქ? აი რაღაც ადამიანს ამ ქართველებს მოუნდათ არნახული, ჯერ არ არსებული თავისუფალი ქვეყნით გამოცხადება თავისუფლებისა. აი ქვეყნისა თავისუფლება, თავისუფალ ქვეყანად. სად რატომ საქართველოს მე ვერ გავიგე. უბრალოდ ქართველს კანონი არ მოწონს, კანონიერება. და ასე როცა დასავლეთიდან ცოტა გადმოიღო ახალმა მთავრობამ, ცოტა ისე კანონები, ამასთან შეხვედრა ყველას არის სიამოვნა. იქ მოკლედ წავიდა თელი რიგი კანონების შესწავლა, ეკონომიკური მოჭერები, სულ სხვა ფინანსური იმებთან გვაქვს საქმე, ტაქსაციების შემოვიდა მათ, გადასახადებები, ამოღება ესეთ მაღალ დონეზე ელექტროს, გაზს, ამას ვეღარ უძლებს ერი. და არიქა ისევ საბჭოური ტვინი შემორჩათ რა, არიქა გადამიხადე და მთავრობას ეძებენ ისეც რომ სულ ყველას მისცეს ყველაფერი მუქთად. არაფერი არ გამოვა მეგობრებო, ამას უნდა შეეგუოთ. ხო ცხოვრობდით კაცო. მეღვინე თუ ხუცესებო, ამას უკელებო, ჩხეიძეებო და ესაძეებო. იცხოვრეთ, ქავთარაძეებო, ხო იცხოვრეთ. კარგად იცხოვრეთ. დოლიძეებო, ქეთი დოლიძეებო, ხო იცხოვრეთ. მაშინ როდესაც ხალხი მანდ არ ცხოვრობდა, თქვენ რომ ოლიმპოს მწვერვალიდან გვიყურებდით, მან ხალხი არ ცხოვრობდა, მაგრამ არასოდეს ბოღმა არ ქონია და ხელკეტობით არ გამოსულა ქუჩაში და არ გამოკიდებია რომ მე მეღუნე თუ ხუცეს, რომ თელი ცხოვრება საბჭოურ სინამდვილეში იჯდა და საბჭოთა იდეოლოგიას დაშუკრავდა. ჩვენ კიდე გვახშობდნენ, ვინც ასეთები არ ვიყავით. გვახშობდნენ. ასე რომ თქვენი დრო წავიდა მეგობრებო. არ გინდათ ეს, მაინც წავა ეგ დრო. რა სამშობლო წაგერთვათ, რა ოსები წაგერთვათ, რა აფხაზეთი წაერთვა. ან როდის იყო რომ ეს მიწა ვინ მოგცათ თქვენ? ვინც მოგცათ ის წაგართმევთ. არ მიწას მოვლა უნდა. მეგობარი რო გყავს გვერდზე ოსა, თუ იმას არ შეიყვარებ, მიგატოვებს შენ. აუცილებლად მიგატოვებს იგი. ასევე აფხაზი. ჩვენ ცხოვრობდით ერთ ოჯახში, ხო? აფხაზი, ოსი. აგრე სვანიც მიგვატოვებს მალე. უკვე ისეთი ტენდენცია მიდის, რომ სვანიც უკვე გულაყრილია ყველაფერზე, იცი? ენა არ უნდა იყოს სვანური, მეგრული არ უნდა იყოს. რატო ღმერთმა გააჩინა ენები? ელაპარაკოს მეგრელმა მეგრულად. ეგ ხომ არ არის სახელმწიფო ენა? რა თავისი შენ რომელიმე ქართველს თუ უნდა თავისი ყოფის რეალიზაცია, მეგრელს უნდა თავისი მეგრული ენა რა აიგივებს თავის მან და მე მგონი მან არაფერი არ არის ესეთი ცუდი ენები. ღმერთმა დაუშვა, იცით ეს ბიბლიაში აღწერილი, მე ათე თავი გახსოვთ, როდი წება მეწყე წარღვნის მე წაიკითხეთ ეგ ისტორია და სხვათა შორის ეს ენების არევის შედეგად მოხდა ადამიანები გაუცხობდნენ. ეს ცოდვა არის.
მეგობრებო, ეს არის დაჟა. ენებზე ლაპარაკი, ამდენი ენები როა მსოფლიოში, ეს ერთ-ერთი მიმანიშნებელია იმისა, რომ ვისჯებით. ბარიერებია. და ახლა ჩვენ ახლა ავკრძალოთ ის, რაც ღმერთმა დაუშვა, ამიტომ უნდა მოინანიოს ყველამ და გავცვალოთ ერთი ენა მეორეზე. ეს თქვენი ნებაა. მაგრამ ის რომ თქვათ, იცი, ავცინოთ რომელიმე სვანური ენა არის, მეგრული ენა არის, ეს რაღაცა გვეშლება ჩვენ. ერთ ოჯახში ცხოვრობდით ყველა, ხო? როგორც მაგალითად ერთ ოჯახში ცხოვრობს, 5 შვილი ყავს მამას, ერთი ფიზიკოსია, ბიოლოგია, მეორე მათემატიკოსია. ესენი ერთი ის არის, ხო, ერთი ოჯახია. ასევე სხვადასხვა ენა, ხო, მეგრული იქნება ეს, აფხაზური, ოსური, ერთ ოჯახში გაგვერთიანა ღმერთმა. ჩვენ ვერ შევაყვარეთ თავი. ვერც ვანს, ანტაგონიზმია. ვერც ოს, ვერც აფხაზს. და თუ ქართველი ასეთი ძლიერია და მან უფრო სახელმწიფო ენა ქართული, არასვანური და არამეგრული, ეს იმიტომ რომ დიდი უმრავლესობა მათ მრავალრიცხოვანი ქართველი არის და დაადგინეს ესა და ქართული ენა არის სალიტერატურო, სახელმწიფო. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აფხაზმა ალაპარაკოს აფხაზურად, ოსმა ალაპარაკოს ოსურად. ასევე ჩვენ კანადაში არ გვიგრძელავენ ქართულ ლაპარაკს. არავინ არ გვიგრძელავს ამერიკაში ქართულ ლაპარაკს. შენი პრობლემაა ეს. მაგრამ სახელმწიფო ენა ქართული ენა აქ არ არის. ამ შენი ენით ქართული ენით სახელმწიფო სტრუქტურებში ვერ ჩაეწერები, სამსახურს ვერ იშოვი. ახლა მეგრული ენით, მეგრელი საქართველოში სამსახურს ვერ იშოვის. სვანური ენით, სვანი საქართველოში სამუშაოს ვერ იშოვის. გამიგეთ მეგობრებო. ამიტომ მოდი ცოტა ესე გავხსნათ რა. უნდა კაც სვანური ენა ილაპარაკოს ოჯახში. როგორც ახლა მე ქართულ ენაზე ჩემ ოჯახში მე ვლაპარაკობ, ხო, ჩემთან, ჩემ ახლობლებთან, ქართულ ენაზე. და მსიამოვნებს ეს ღმერთის გაჩენილი ენა. მეგრული ენა, ღმერთის გაჩენილი, რატო არ უნდა მეგრელს, მაგრამ მეგრელი როცა იტყვის, რომ ჩემი ენაა მაგარი, ქართველი როცა იტყვის, ჩემი ენა, აი ეს სისულელით მიმაჩნია. არავის ენა მაგარი არ არის. ენა არის პრაქტიკული. ყოფიერების გასახე, მე ენამ რაღაცა უნდა გააკეთოს. მეგრული ენით, მეგრელი ვერაფერს ვერ აკეთებს სოფლიო დონის იმას, ხო? ასევე ქართველი. რას ვაკეთებ ჩვენ ქართული ენით? არაფერს. ამიტომ რა ენითაც თქვათ ხდება ჩვენი ცხოვრების სოციალურ კიბეს თუ წარმოვიდგეთ იმაზე ასულა, აი მე იმენით უნდა ვიაროთ კიბეზე, იმ სოციალურ კიბეზე. ხდება ეს გერმანულით, ფრანგულით, ინგლისურით, იმიტომ რომ გაერთიანება ხდება, აქ გინდა არ გინდათ, ახლა ვერ ჩაიკეტებით, მეგობრებო, ეს გლობალიზაციის მტერი ყოფილა თურმე სტალინი და ეხლა სტალინი შეიყვარეთ. აი ეხლა აღარ გინდათ დასავლეთ და ეტენებით მაპატიეთ პუტინს. ხო, პუტინს თუ არ ეტენებით, რუსეთს ხო ეტენებით, ხო, იგივე არ არის? ამიტომ ეს მაინც მოხდება, მეგობრებო. ბიბლიაში წერია. არ გინდა გლობალიზაციის ქვეშ არა ვართ. აბსოლუტურად ყველაფერი ისეთი შემოვიდა. აი კომპიუტერიზაციის შემოსვლა საქართველოში. გლობალიზაცია არ არის? ნახე ჩაირთო ყველა ერთ იმაში. აი Facebook-ები, არიქა ეტაკნენ, არიქა ინტერნეტები, არიქა ფორუმები. შეცვიდა თუ არა ქართველები? აბა მობილურები. მე მეგობრებო, ვერავითარო თქვენ ქართულ ხელოვნებას, ძველ კონსერვატორულ ხელოვნების მწოდნეებო, ვერ შეაჩერებთ ამ პროცესს თქვენ. რატომ არ გინდათ მიიღოთ ღმერთი და დანებდეთ ამას იცით? ნუ ფართხალებთ. ამას თქვენ ვერ შეაჩერებთ. ყურით მიგვათრევენ. აბა მიდიო მეთე. ყურით წაგვათრევენ. არ გინდათ? რუსებთან გინდათ? იმ რუსთან რომ მივხვდეთ, რუსსაც მოათრევენ ყურით. ასეც გვეუბნება ბიბლია. ეს აუცილებლად მოხდება. ყველაფერი ერთისკენ მიდის. ბიბლიას ცოდნა ამიტომ არის, კაი მეგობრებო, და გადახედეთ თუ არ არის ეგრე. გადახედეთ, აბა, დღევანდელი ცხოვრება. საერთო ვალუტა უკვე ევროპა გაერთიანდა, ერთი კონსტიტუცია, ერთ პრეზიდენტზეა ლაპარაკი. საერთო ვალუტა აქვს ხომ? ერთი ევრო. გადახედეთ. იყო თუ არა ეს ერთგვარად წინ უსწრებდა საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირიც ერთი იყო, ერთი ენა რუსული, სამუშაო ენა ერთი იყო, მაგრამ მოკავშირე რესპუბლიკების ენების დატოვებული იქნა. ერთი სავალუტო ის იყო ჩვენთან რუსეთში, მანეთი, საბჭოთა კავშირში. იყო თუ არა ეს? მაგრამ ნახე ის დაასწრო მოვლენებს. პირველი გლობალიზაციის ავტორების მარქსისტები იყვნენ. რა გაგიკვირდეთ, ჩემო კარგებო? სტალინი, აბა რა იყო? რა ჯანდაბა იყო? ეგ ხალხი ვინ იყვნენ? ეგ იყვნენ რაღაც ლოკალურ მასშტაბში გლობალიზაცია, ტოტალიტარიზმი, მთლიანად ყველაფერი საერთოდ ერთი აზრის ქვეშ მოაქციეს ყველა. ერთ სიმღერებს გვამღერებდნენ და ტყავს გვაძრობდნენ. რა ეხლა უჯაყდით ამ ევროპულ და მსოფლიო გლობალიზაციას? მეგობრებო, არ გამოვა არაო, მელამატყუ არაო. ძალით, ჯოხით მიგათრევენ, მეგობრებო. ანდაზაა ქართული ჩათრევას ჩაყოლაჯობია. თქვენ ვერ გაიგეთ ეს ჩემო კარგებო. და პრობლემაც ამაშია. არავით არის კონსერვატიზმი, არავით არის ლიბერალიზმი საქართველოში არ არის. საქართველოში არის ერთი ქართველი ცნობიერება. ეს ერთი ქართველი ცნობიერება დაყვანილი არის ქართველობაზე და რელიგიურ მართლმადიდებლო, რომელსაც მე ვზახი ცრუს მადიდებელი. ცრუ, იცით ვინ არის? სატანა ეშმაკი. გატყუებთ თქვენ, რომ გონიათ თქვენ ცოცხალ ღმერთთან ახართ. და დაიკიდეთ ხატები, აინთეთ სანთლები, იარეთ საფლავებზე, იარეთ მოძღვართან და მოძღვარიც ისე გააყოყოჩდა უკვე
უკვე მუჭებზე იყურება, იცი და უკვე მოევლინა ყველას როგორ იცი? აბა მობილურ ტელეფონზე ანგარიშები უნდა აბარო, იცი, ვისთან წავიდე, რანი მხავი ჩავიცვა უკაცრავად პასუხი ამაზე, ვისთან დავწვე, როგორ დავწვე, როდის დავწვე, როდის ჩავსახო, როდის არა. აი დიქტატურა. იარეთ მაგზით. აბა ვნახოთ აბა რას მიაღწევთ. ბატონო თეოფილე, შემდეგი კითხვა ასეთი იქნება. ამას წინათ იყო ასეთი თემა გაიხსნა, ჩვენ ცოდვები მისი საზიდია, რომელიც მოყვა YouTube-ში გამოქვეყნებულ ასეთ გადაცემ სიმღერას, რომელიც იყო პატრიარქზე შექმნილი და ამ სიმღერის სიტყვები ასეთი იყო, რომ პატრიარქმა უნდა ზიდოს ყველა ქართველის ცოდვები. და ერთ-ერთი ადამიანი იყო ასეთი აღშფოთებული ამითი, როგორც ქრისტიანი აღშფოთებული ვარ და თუ შეიძლება გელოდებით გამეცით ამაზე პასუხიო, თუ გააკეთებდით ამ თემაზე რამე კომენტარი. მეგობრებო, სანამ უშუალოდ ამ კითხვას გავცემდი პასუხს, წინა ის მინდა დავასრულო სრული წარმოდგენა რო შეექმნას მსმენელს იმისა, თუ მე როგორ მესახება თქვა დღევანდელი საქართველოს მდგომარეობა და რით დამთავრდება ეს. აი ახლა მეგობრებო, თქვენ არ ვიცით თუ არა, რომ დიდი ხანია უკვე გადაწყვეტილია ის, რომ რაღაცნაირად ქართველები დაუბრუნდეს რუსეთს. უბრალოდ ამის გადაცემის მეთოდებზე ახლა რანაირად როგორ იმასაკნან ეს, აი როგორ შეფუთონ ეს მასალა, როგორ მიაწოდონ ისე რომ ღერშიდაც არ იყოს დაბოღმა და რაღაცნაირად ასე თუ ისე აი რაღაც უმტკივნეულად წავიდეს ეს პროცესები. ახლა ამდენი გინება სააკაშვილის რო ერგო წილად ამ 5 წლის მანძილზე მე მგონი არც ერთ პრეზიდენტს მანამდე ერთი პრეზიდენტი იყო და ორი გამსახურდია არ ღირსებია. ბუნებრივი ადამიანია სააკაშვილის დარშილება მასში ამას ნეგატიური ისენი არ დაეთესოს და მთლიანად სააკაშვილი საინტერესოა ქართველ ერზე რას ფიქრობს. დავიჯერო მას ისეთი წარმოდგენა აქვს, როცა სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, ან როცა ბავშვი იყო, რომ ქართველი ერი ესეთია, საყვარელია, მე რო გავხდები პრეზიდენტი, დამიკრავენ, გავაკეთებ ყველაფერს დამიჯერებენ. მე ვფიქრობ მას უკვე მას ბევრი ნეგატიურიც აქვს დაგროვილი და ბუნებრივია დასავლეთზე გამწყრალიც უნდა იყოს ბატონი მიხეილ სააკაშვილი, იმიტომ რომ აშკარა მხარდაჭერა დასავლეთიდან სააკაშვილის არ აქვს. არც ნატოს შესვლაზე დაეხმარა დასავლეთი, არც ევროპის ინტეგრაციაზე. ესე იგი ისე დარჩა ყველაფერი აგე 10 წელია. არც გაერთიანება თქვა ქართული, თქვა მთლიანი ტერიტორიის გაერთიანება. თუმცა ამას რას მისცემს საქართველოს მე არ ვიცი ეგა, მაგრამ ისე მაინც თქვა, ხო? ესე იგი არაფერი არ შესრულდა. და რაღა დარჩა, რეფორმები შეჩერებული არის, ხო, განათლების სფეროში. აი ყველა მხრიდან თავდასხმა არის. გადავიდა ცინიზმი. თავად პრეზიდენტის უკვე ცინიკურ სახეს იღებს მისი რიტორიკა. თქვათ იგი აი მეფეებზე ლაპარაკის დროს საქართველოს ისტორიაზე რომ მოიხსენია და გააღიზიანა მავანი და მავანი თამარ მეფე ოსი იყო და უბრალოდ მან სხვა რაღაცა თქვა. მე უფრო მეც გეტყვით მეგობრებო, ძალიან ბევრი სომეხი იყო საქართველოში. ცოლები ყველას ყავდა სომეხი მეფეებს და ორიშტო იყო ბაგრატიონებისა, ერთი დაწინაურდა საქართველოში, მეორე სასონხეთში, ასევე ორბელიანებისა, ორიშტო იყო დაწინაურდა საქართველოში, დაწინაურდა სასონხეთში. ასე რომ არიან ორბელიანები, სომხებიც არიან, ქართველებიც. ბაგრატიონებიც სომეხიც არის, ქართველიც არის. მე ძალიან ბევრი მეფეს ცოლი სომეხი ყავდა. ამაზე რატო არაფერს არ გვეუბნება ჩვენი გაჩეჩილაძე აღშფოთებულიო და მეორეც მე ბუნებრივია ოსი ქმარი ყავდა თამარ მეფეს და ეს არ არის გასაკვირი ახლა. ქმარი ყავს ოსი, შენც უნდა გაიზიარო ისე და ოსი ხარ ქართულ ენაზე მოლაპარაკე. რა არის ეს? ახლა ისეთი შეურაცხყოფელი მე ვერ გავიგე და რატომ არის ოსობა შეურაცხყოფელი? აი ესეც ვერ გავიგე რა. აი ამიხსენით, ნუ. რა ახლა მე უფრო ჭკვიანი ვარ, ოსი დაბალი დონეა, თუ ვინა წესრიგებს ამებს, აი ეს იერარქია, ვის შემოაქვს რომელი ერი გადავაგდო და რომელი დავტოვოთ. ოსიც ადამიანია და რამდენადაც ვიცი, მთელი სამხრეთ ეგრეთ წოდებულ ოსეთის ტერიტორიაზე შერეული ქორწინებები რამდენიც გინდა. რამდენს აყავს ოსი ცოლად და ძალიანაც მოსწონს ოსი ქალები ბევრს, ლამაზი ქალები ყავს ბევრს. რა არ არის ცნობილი, რამდენი ოსი გვარები ვიცით ჩვენ, მე ჩამოთვალო მანდა მეც, რამდენია მანდა ოსი, გაქართველებული ოსი, ხო? და რა არის ეს გაუთავებელი ვინოსი, როგორ შეიძლება აი ეს მსჯელობა მეგობრებო, ვინოსია, ვინაკა, ყველას ამბიცია აქვს, ისეც დაიბოღმება, იცი და აი ქართველო და მე ოსო და არა მანდ საქართველოს თვითონ დემოგრაფიულად არის უცნაური ადგილი ეს კავკასია, იცი, ყველა ერთმანეთზე არის, ვის სომეხი ყავს ცოლად. ძალიან ბევრს ახლა სომეხი ყავს ცოლად. ძალიან ბევრი სათავეში სომეხი არის წარმოშობით, მაგრამ გაქართველებულია ისა. ამიტომ ახლა აი ამაზე რას აკეთებს ესა თუ ის ადამიანი ის უფრო არის მისაღები და ასაღები ვიდრე ვთქვათ იცი ვინოსია და ვინ ქართველია. ეს გვარში ობიექტივირება კიდე რაჯანდაბაა მეგობრებო. რა ვიცი აღარ შემოვიდა ახალი ფსიქოლოგიური სენი ვეღარ დავამუშავეთ ეს ძველი ჩვენ არავწერთ ვერ გავცეთ ან განწყობის სულელურ თეორიას. ახლა დრო არ არის მეგობრებო ცოტა გადავხედოთ ვთქვათ სხვა
ფსიქოლოგიურ ნაშრომებსაც ხო ევროპა არისტოტელიდან მოყოლებული რამდენი ნაშრომია მეგობრებო ჩვენ დავამუშავეთ ეგ ლანგის თეორიები დავამუშავეთ მაგალითად ნეოფროიდისტები ფროიდისტები შემდეგ ეგზისტენციალური ფსიქოლოგები რამდენი ფრანკლის ისინი დავამუშავეთ ვიქტორ ფრანკი ესეთი ფსიქოლოგია არის ხომ არაფერი არ შემოსულა ესეთი ეგზისტენციური ფსიქოლოგია ნასწავლია არ არის მეგობრო ვზივართ ამ დიმიტრი უზნაძე თურმე განწყობა არ ქონია და რა მარქსიზმ ლენინიზმი იჯდა ეგა ხო იდეოლოგია ყველანაირი ფსიქოლოგიური წანამძღვარი ჩვენი ფსიქოლოგიისა საბჭოთა კავშირში იყო მატერიალისტური მსოფლმხედველობა ყოფიერება, განაპირობება და ცნობიერებას და იმაზე იყო ყველაფერი აშენებული და აი ეს ბევრმა კიდე შეიძლება მეგობრებო არ იცის. ამიტომ მე მანდ ასე ვხედავ ახლა აი მომავალს ქართველებისას. ყველა მიცის რომ რუსეთთან დაბრუნება არ აცდება. და ვინც ამას ოდნავ შეებრძოლება, ქვები მზად აქვთ. რაზე აუჯანყდნენ იმთია თუთფერიძეს მართლა იმაზე რომ მან განათავსა ვიღაცის გაკეთებული რგოლი? არა მგონია მეგობრებო. არა მან განაცხადა ის და სწორად განაცხადა რაშიც ძალიან ბევრს მისწრაფება აქვს და არ იძახის და გაბრაზდნენ ეს როგორ იძახი ამას კერძოდ რა საპატრიარქო ამხილა რუსეთთან კავშირში რა არ არის სწორედ ომი რო იყო მანდ მეგობრებო მღვდლები იყვნენ იგივე ჯარისკაცებთან ხალხი დახოცეს მღვდლები მივიდნენ იქა რატომღაც რუსებმა მაგათ მისცეს შემოდი რა რატომ მაგალითად თუ როგორ ხლა ეს მღვდელი მოგწონს და მე არ მოგწონვა არის ქართველი რო და არა, ამით პრესტიჟის იწევა, სამღვდელოების პრესტიჟის ზემოთ იწევა, ხალხში შედის ეს უკვე და მთლიანად ასე უნდა გადაიბიროს რუსებმა ქართველი ერი. და ამის განცხადება, გაკეთდა რა ის განცხადება, ქვებით წამოვიდა. თორე ხა პატრიარქი შეურაცხყოფილია, არიქა, რა უნდა შეურაცხყო, ვინ უნდა შეურაცხყოს? ვინც რაღაცა სისულელეს იტყვის, სისულელე დარჩება თავის თავში. რაფერი იყო შეურაცხყოფა, სიტყვებით როდის იყო მეგობრო, ვინმე შეურაცხყოფილი, რა მნიშვნელობა თვითონ გულიდან წამოსული, აი გულში რაც არის დავანებული ადამიანის ცუდი სიტყვებია, რაღაც თვითონ ის მოისპობა ამითი. ეს ელემენტარული ჭეშმარიტება არიცით. ასე რომ, ავსაკაცსა ავის სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა, ვეფხისტყაოსანშიც ხო გახსოვთ? ავი, კაცი იმიტომ არის ავი, ავ სიტყვას იძახი, ეს ავის სიტყვა, თვითონ ამ ავკაცში დარჩება. და რანაირად იქნება შეურაცხყოფილი პატრიარქი მე არ მისვეს. ან რის პატრიარქი არის ეგ ერთხელ და სამუდამოდ გეყოფათ რა ამ ტერმინები. აი წმინდა მამა და უწმინდესი და უნეტარესი და მაშინ ქრისტე ვიღა არის მეგობრებო რა. სააკაშვილს დაუგროვდა ნეგატიური ერის მიმართ. ასე მოვიდა ზვიად გამსახურდი ესაც მეგობრებო იცი. გაბრაზდა გამსახურდი ერთხელ ბატონი ზვიადი. ძალიან კარგი წარმოდგენა ქონდა ქართველ ერზე. მე ვიცნობდი პირადად დავსწრები ვარ საუბრებს, ვესწრებოდი ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. მის ლექციებსაც და ახლოს ვიყავი მის ყველა ნაწერებთან არა მარტო მაგისას, არამედ მისი მამისას. ყველაფერი ეს ქართული ლიტერატურა, ყველაფერი რაც იყო გამსახურდიაზე ნაწერი, რომანები, აი ესეთი ის მქონდა მაშინ 60-იან წლების 70-იანი კონსტანტინე ბატონი ცოცხალია და ერთ-ორ ლექციას მისაც დავესწარი. ასე რომ ვიცი მათი შეხედულება ქართველებზე. ძალიან რომანტიზირებული საქართველო ჰქონდა თავში ბატონ ზვიად გამსახურდიას. არ ეგონა, მოვადეთ რომ ასეთ სინაგვეს დაინახავდა. არ ეგონა და ამან დაღუპა ესა. ბატონი ზვიად გამსახურდია. დააგროვდა აგრესია და ბოლოს კახელებს მიმართ ერთ-ერთ მიტინგზე მეგობრო ასეთი რამე ზვიად გამსახურდია. აი, ნამდვილი ქართველი თქვენ ახართო. ანუ ბარათაშვილის იმიდან. ნამდვილი ქართველები კახელები და ბოლოს როცა დაიწყო უკვე რუსთაველის პროსპექტზე სროლები, გამსახურდია გაბრაზებული ასეთ რამეს სახის. შახაბაძეში ნაბიჯურები ეს ბატონი ზვიადის სიტყვებია მიმართა კახელებს. თორე დაიბოღმა კაცი რა. ესე ისინიც გადაუდგნენ. ესე თანდათან ამის ცნობიერებაში მოხდა საშინელი შოკი. სულ სხვა საქართველოში რჩემას. ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი. აი ეგეც მე მგონი უკვე ქართველებზე უკვე მას ალერგია ექნება. როგორ ფიქრობთ მეგობრებო? თქვენ რო დღე და ღამე გაგინონ. თქვენ მასე იმ ადამიანზე რა სიტყვით რა? რა მაგრები ხართ? ბატონი მიხეილ სააკაშვილიც ადამიანია და ცოდვა დაცემული და ვინც ესმის გულში რა არის. ამიტომ რა ხდება, როგორ გადავცეთ საქართველოს რუსებს? რა ფორმით? შეიძლება რამოდენიმე ვარიანტი. თუ რუსებთან ჩაუწვეს პატრიარქმა ამას აკეთებს ალბათ დარწმუნებული ვარ. სააკაშვილი დარჩეს, ეგ ძალიან ძლიერი დიქტატორი იქნება და საერთოდ დიქტატურას საქართველოში ერთ-ერთ ამართლებს დიქტატურა. მაგრამ მიიღებს, თქვათ რუსეთის მომავალი პრეზიდენტი პუტინი რო იქნება სააკაშვილს. აი ამაშია პრობლემა და თუ ეს არ მოხდა, მაშინ სააკაშვილმა უნდა ისე გაითამაშოს. აი ეს
რუსების შემოცვლა საქართველოში, რომ დევნილი სტატუსიც გაინაღდოს და თან დამხობილი პრეზიდენტისა. აი, დააკვირდით რას იძახი მეგობრებო. ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. ამერიკა კი ესე ვერ გადასცემს რუსებს. აჰა, შენ რუსებო, საქართველო. იმიტომ რომ შეირცხვენს თავს სოფლიო პოლიტიკაზე. დასავლეთში სხვა პოლიტიკაა, სხვა დიპლომატიაა და ესენი რასაც გულში აქვთ, იმას არ იძახიან მეგობრებო. ქართველივით არ არის ბოთი ამერიკელი და რაც მოადგება, ყველაფერს წინაწირო იძახის. ამერიკელი შეგაქებს პირში, გეტყვის რომ ვარდების რევოლუცია, გეტყვის დემოკრატიის შუქურა ხარ, მაგრამ შენ თავში რო აგივარდა. ხარ კი დემოკრატი და მით უმეტეს შუქურა? იმა რო გითხრეს? დარწმუნებული ხარ სიმართლე გითხრა? ეს ხო დიპლომატია მეგობრებო. ქართველმა დაიჯერა და აკრეს ქუჩას ბუშის ქუჩა და მე უცებ ქართველის ფუკიანობა ხო იცით? ეხლა აგინებენ. ჯერ მიიღებენ, მე შეაგინებენ. ჩვენი პრობლემა ის არის მეგობრებო, რომ ჩვენ ვართ თვითონ შეუგნებლები და გაუნათლებლები და რატო გწყინთ მე ვერ გავიგე. ამიტომ ჩვენი ბატონი მიხეილ სააკაშვილიც თუ მოგვარდა და ჩვენი მიშა ჩაბარდა რუსებს, ამას გააკეთებს აუცილებლად საპატრიარქო და მისი წარმომადგენელი შიოლაშვილი. შიოლაშვილი რო იტყვის, დაგაჩოქებთ მიშასთანაც. ხო დაუჩოქებთ. შევარნაძეს ხო დაუჩოქა სულ ყველამ. როგორ არ მითხრათ ახლა სააკაშვილის მაგინებლებო. შიოლაშვილმა რო თქვას, დღეს გაჩეჩილაძეს რო უთხრას, სააკაშვილს დაუჩოქეო, ხო დაუჩოქებს. აბა ბიჭია და ნუ დაუჩოქებს. ავტორიტეტი ვინ არის? უწმინდესი, უნეტარესი, უსაჩინოესი. აი ეგრო იტყვის. ხალხნო, ხილვა მქონდა. სააკაშვილი უნდა დარჩეს პრეზიდენტად და ეს მიგვიყვანს რუსებთან და გავერთიანდებით. აბა მე გაჩეჩილოძე საკანიდან რას იტყვის? პიჯაკი დამიადე, დაუწყებს და დამიადე პიჯაკი? პიჯაკი. გაჩეჩილაძე. პიჯაკი გინდა კაცო, პიჯაკი არა, გარაგცხვენი ამ ხელაკაცი. გამო რა მანდედან ცოშვის მიხედე რა, რასაკეთებ რო? ასე რომ თუ ეს არ მოხერხდა მეგობრებო და რუსებმა არ მიიღეს საქართველოს თავის პრეზიდენტით, მაშინ სააკაშვილი როგორ ხარ? წასვლით რატო უნდა წავიდეს მე ვერ გავიგე. არჩეულია პრეზიდენტი 2013 წლამდე და დარწმუნებული ვარ არჩევნებს 2013 წელსაც რო ჩაატარებს, მაშინაც ეგ ყველაფერს შეეცდება რომ დარჩეს. და ამაში მე პირადად მე თუ გაინტერესებთ ფილოსოფიურ პასუხს ვიძლევი, ამაში თუც ვერაფერს ვერ ხედავ. ეს არ არის ანტიპათია სიმპათიიდან გაცემული პასუხი. მე ვლაპარაკობ აი ძალიან ისეთი სიღრმისეული დანახვიდან, რომ არაფერს ცუდი ამაში არ არის იყოს. და თუ დასავლეთმა მოიდომა მისი გადაგდება, ხო იცით მათი ხრიკები როგორია დასავლეთის? იმავე წუთში იტყვიან არა ობიექტური არჩევნები. ამას აყვება ჩვენი ჯოგი კი ჩვენთან ძალიან ბევრია და არიქა. უნდა გადააყენონ როგორც შევარდნაძე. თუ ისეც არ გაჯიუტდა ბატონი მიშა სააკაშვილი, თავისი მეგობრები და ერთადერთი პლუსი მაინც სააკაშვილის ისა აქვს შემოკარგებო, რომ ნახეთ რა კარგად გააერთიანა მან თავისი ერთგული ხალხი ყავს ძალიან ძლიერი. რა გახდა ხა ქართველი არ მოკლას, შიოლაშვილმა რო თქვა 91 წელში თუ 90-ში შავწიქში შეტანა, მაშინ დაერევნენ ერთმანეთს ყველა. აი ქართველმა არ მოკლას და აფხაზმა მოკლას, აფხაზი? ოსმა მოკლას ოსი, ან ოსმა მოკლას ქართველი და ქართველმა მოკლას ოსი? აი უნეტარესისა და უწმინდესის ასეთი ბრძნული გადაგებები. ამიტომ სააკაშვილი მეგობრებო ადამიანი არის გამიგე და ამდენი გინების ატანა, რა ვიცი, ყოვლად შეუძლებელი. აი ერთი წელი კაც საკანში აგინებს სააკაშვილს. არავინ არ გამოდის და არ ეუნება. არ არის ეს სწორე გიორგი. არ არის ეს სწორე. ზიხარ აქა, ღამეებს ტეხავ, ჩაცმით რას გევხარ? რაღაცა სომეხივით კეპკა დაუხურე ბეჭდებში, იმ კაშნებში, რაღაც რა პროტესტია და რა შოუა კიდეს. აი რა ესთეტიკა არის ეს. რა არის? თან სამსახური რო აქვს თავისი ტელევიზია, ფულიც აქვს, ვინ ინახავს? ეგ უფრო საინტერესოა ვინ ინახავს ამ ხალხს. რა იმით ხდება ტაქსაციების სახზე არ არის, არაფერი. აქ კიდე მეგობრებო, რა ვიცი, $1000 ვერ იცხოვრებ დასავლეთში, $2000 ვერ იცხოვრებ, ისეთი ცხოვრება არის აქა. ამან კიდე რა ყველა ფოფინსა და ღაღანში არის. კაცი ზის, რასაც უნდა ლაპარაკობს და იტყვის თავისუფლება არ არისო. კაცო, მაგას უნდა თელმამ სოფლიომ ყველა ენაზე ითარგმნოს ეს სისულელე და ბოდვები, რასაც ადგილი აქვს საკან ხუთში? მეგობრებო. ეგ რანაირად არის საკანი ხუთი? ეგ ხომ არ არის საკანი. რანაირად არის ხო? ანუ უნდა შეიცვალოს ახლა ეგ ტერმინოლოგია. ამიტომ ბატონი გიორგი გაჩეჩილაძეს მეგობრებო, ეს ზის ამტკიცებს იმას, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება და რასაც მოადგება იმას იძახის, ვისაც უნდა იმას აგინებს, ვისაც უნდა იმას შეურაცხყოფას მიაყენებს. ერთს მარტო ვერ აყენებს შეურაცხყოფას. ეს ერთი არის უწმინდესი და უნეტარესი და მისი უდიდებული წარმოდგენა სამღვდელოება, წვეროსნები, მოხუდალეები
ტალიკა ბიჭები გაბედოს და აბე გააკრიტიკოს. ადვილია რა სააკაშვილის გინება. თუ რამე გიტყვის სააკაშვილი შემოვარდება და თავისუფლება არ არის. კი, მაგრამ მღვდელმა რო თითები გიქნია და ვინც ის კიდე შეიძლება არ იყო კადრში ჩაწერილი, თავში წამოგარტყა. აი ამაზე ის უფლებები არ დაიღვა თქვენი ბატონო გიორგი, ჰა? შემოგეჭრა კაცი იქა. მე კიდე თავი ვიმტრიეთ ტელეფონზე და არაფრით არ აიღეთ ყურმელი. ორ სიტყვას მე შეგაწევდი, სიყვარულს გაგიმჟღავნებდი, აზრს გეტყოდი, რა გვეშველება, როგორ გვეშველება, ვინც მოგწონს იმას რო იღებ, მანდა. აი მანდ რომ დარეკეს და ესენი შემოცვიდნენ. მშკ და შუშუკუ, მანდენა ხო შემოცვიდნენ ეგენი, წვეროსნები. და ქურდულად რო დაჯდნენ იქა და წვერზე ხელი და ესეთი ტერმინითაც მე მღვდელი ვარ, ბიჭო. გამიგე მღვდელი ვარ. და მე სულიერი ვარ, გამიგე და შენ და ბუბოა ჩემი მრევლი ხარ, გამიგე? არ იყო ეს ქურდი კაცი შემოსვლა საკანში? მანდ უფლებები თქვენი არ დაირღვა? რატო არ ატეხეთ განგაში? ამიტომ თუ სახელმწიფოს აბრალებ, გიორგი ბატონო, როგორ არის სიტყვის თავისუფლება? სიტყვის თავისუფლების დამამტკიცებელი მოქმედება ხართ თქვენ საქართველოში. რაც მოგადგება, ლაპარაკობ. შემდეგ, აბა გადაშალეთ, წაიკითხე ასავალ-დასავალში. ვისაც რა მოეპრიანება, იწერება? იწერება. არ არის სიტყვის თავისუფლება. სიტყვის თავისუფლება ნამდვილად არის. სხვა თავისუფლება ახლა შენ გინდა დაამხო მთავრობა და მაგას უფლებას არ მოგცემენ. რაც მოგადგება ენაზე, ხო ლაპარაკობ. არც იწერებ ეგა წინ და წინ, არც ტექსტები გაქვს დამუშევარი, არც კონსპექტები, ან თეზისები რო დაიმახსოვრო და სწორი გამართული ქართულით, კარგად მეტყველებდე, ძალიან კარგად არა ყურმოკლე ჭორაობით შემოყრით შენ ძმაკაცებს, დაქალებს და იხსენებთ როგორ ტყებილად ცხოვრობდით 60-იან წლებში, როგორი ტყბილი იყო თეატრი, რა კაი ცხოვრება ქონდა და ეხლა რა გვემართება ეს? რა გემართებათ, გიორგი? რუსები მოგენათ რა, ჰა? მოვა ჩემო გიორგი ეგა. გამოდი და შენ თქვი რა, კაცო, აღარ გინდათ დასავლეთი. თქვით რა, რის გეშინიათ? რატომ მანდ სამღვდელოებამ უნდა თქვას ეგა, ხო? მაინტერესებს ჩავატაროთ გამოკითხვა. რამდენ, აი მოვაწყოთ რეფერენდუმი. რამდენს უნდა რუსეთი მოსახლეობას დაბრუნება და რამდენს დასავლეთი? და თუ 50-50-ზე იქნა, გაიყოს რა 50, იქით წავიდეს 50 რუსეთში დარჩეს. ესე იყო კორეა, ესეა გერმანია რა, ახლა ყოველთვის ესეა. რა, ორი ძმიდან ოჯახში ერთი ვთქვათ იდეალისტია, მეორე მატერიალისტია, ერთი ათეისტია, მეორე ქრისტიანია. ამიტომ რა ახლა ეს რა არ შეიძლება? ამიტომ რამდენია საქართველოში მოსურნე რუსეთთან დაბრუნებისა? თუ ახლა მარტო სააკაშვილს უნდა რუსეთს დაბრუნება, სიტყვაზე ვიზახე და მის გუნდს. ეგ არის რაღაცა გამოდის უაზრობა, იმიტომ რომ ეს უფრო უმცირესობაა მეგობრებო. და ანტირუსული ხო არის თქვენ ლექსიკონშიც შეიმჩნევა გიორგი ბატონო. ანტირუსული არის. უბრალოდ ეხლა მიიღეთ დიდი კორიფეები საკანში რეზო ჩხეიძე, რეზო ესაძე, შემდეგ ის პოეტი როა რეზო ამაშუკელი. აი სამი რეზო მოვიდა თქვენთან და 80 მიკაკუნებული ხალხი ეგა კაცო და დავიჯერო ყველაფერი მისი შემოქმედება ზეპირათიცით, გაგირჩევიათ. ხო, ესენი იყვნენ საბჭოთა იდეოლოგიის კარგი ადეპტები. კარგად ცხოვრობდნენ, საბჭოთა ყველანაირი კეთილდღეობა მათ ჰქონდათ, ყველანაირი. და გამოდიოდნენ და რასაც იტყოდნენ საბჭოთა კავშირში ყველაფერს გაიმეორებდნენ. თითებსაც გვიქნებდნენ და გვტენიდნენ თავში სისულელეებს. მათ არ მოუნანიებიათ ჩემო მეგობარო ეგა. და თქვენ მაინც ახალგაზრდა კაცი ხართ, რა მოგი არ გახარებთ ის რომ ახალგაზრდები მოდიან და თქვენსავით არ ამჟელობენ, ჰა? არ ამჟელობენ თქვენსავით 80-იან წლებში დაბადებულები, 91-ში ვინც დაიბადა ხო? მათ აქვთ უკვე სხვანაირი, უკვე სხვა ცხოვრება ეზი არის, სხვა რაღაცა გემო გაუგეს უკვე. ვაი რომ ეკლესია უკვე ახალგაზრდებს ათაყვანებს, ახალგაზრდებშიც უკვე გარკვეული ნაწილი უკვე აი მართლმადიდებელი, სამშობლო, გვართმევენ. მე საითმეტი ხართ, ჩემო კარგებო. ეკლესიით რა ქვეყანა უნდა ააშენოთ თქვენ, ჰა? აი პურის ხობა არავინ არ იცის და რა ვიცი, სიმინდი არავის არ მოყავს და სოფელი ყველა მიატოვა და ყველა ქალაქში ჩამოსახდა და მიტოვებული იყო სახკარი ხო ყველა. გადახედეთ საქართველოს. რა არის საქართველო? თბილისი. ეს არის ერთი დიდი დუქანი. თბილისი არის ერთი დიდი სავაჭრო დაწესებულება, დუქანი, იყიდა აღებმიცემა. მეტი რა არის ხლა იქა? და რელიგია. რა დიდხანს იარსებებს ესეთი ქვეყანა? ამიტომ ჭრილში მე ასე მესახება. უახლოეს მომავალში მან გათამაშება ძალიან კარგი ფარსი იქნება როგორ გადავცეთ საქართველოს რუსებს. ამერიკა ეხლა ამ ვარიანტს გაათამაშებს 2013 წლამდე გააძლებინებს, ცოტა კი ძნელია გააძლებინო. ან არჩევნები უნდა ძალიან ძლიერი მოთხოვნით ჩაატარებინოს და მე უთხრა სააკაშვილს, იცით რა? არა ობიექტურია. აქ სააკაშვილმა შეიძლება გაბრაზდეს და თავისი მეგობრებით ომიც წამოიწყოს. და პრინციპში ერი იმსახურებს ამას, სამოქალაქო ომიც გაჩაღდეს და სააკაშვილმა ნახევარი, აი ქართველები გაწყვიტოს.
იმიტომ რომ იმსახურებს მაგას. ეს არ აცდება, ეს ერთი ვარიანტია. მეორე ვარიანტი არის პროვოკაცია რუსეთიდან, გაითამაშოს რუსეთთან ომი, ესე წავიდეს ამერიკა, აი როგორ გადმოგცე რუსეთო ქართველები. იცი მეც რომ არ გავპაზორდე, ხო? თავი რო არ შევირცხენო ქართულად რო თქვა. როგორ? მოდი პროვოკაცია, ომის ატეხვა, მე ისინი გაიქცევიან და შენ შემოხვალ და სტატუსი ექნება აგრესორისა და მეც ამერიკელის კაიტიპი ვარ, შენც ესე და ვიყოთ მე და შენ მაინც ერთად ვიქნებით, ხომ? პოლიტიკა ეგ არის, ხლა ამერიკელი და რუსი როგორ გადაწყვეტს ამ საკითხს, როგორ უნდა გადაიბაროს. თუ ესე ჩაბარდა და მოიშორა ამერიკამ, ეს ერთგულება აღარ იჩენს ამერიკა საქართველოს მიმართ. არანაირად. და ეს სოფლიო აი პოლიტიკურ არენაზე და ასპარეზზე თავში ერწყმის ამერიკელი. ამიტომ ამით კაი დიპლომატია აქვს და რაღაცნაირად ისე მოაგვარებენ, რომ ფიქრობ მაინც გათამაშდება ეს ვარიანტი. თუ სააკაშვილი არ მიიღეს, ვერ ჩააწყო ეკლესიამ და ეკლესია არის ყველაზე მაგარი მედიატორი ახლა მართლმადიდებლები, ეგენი ადიდებენ და ადიდებენ თავიანთ თავს და რა ვიცი სულელებს. სააკაშვილი თუ შეარიგეს, ხომ დარჩება სააკაშვილი, იმიტომ რომ ხმა ღვთისა და ხმა ერისა. გახსოვთ ბატონმა ედვარდ შევარდნაძემ რა თქვა, როცა დაუჩოქა ხალხმა და არჩეული იქნა ედვარდი? აი ხმა ღვთისაო და ხმა ერისაო. ღვთისა იყო შიოლაშვილი, ღმერთი ყოფილა შიოლაშვილი. შევარდნაძის ის არის ეგა, შედით და ნახეთ ყველგან არის ეგა. და ღმერთმა რო თქვაო შიოლაშვილმა, ხმა ერისა. და ასე აირჩიეს ბატონი ედვარდი, რომელიც გაგულისებული გარბოდა. აი ესე იქნება კიდე აქაც ავტორიტეტი თუ შიოლაშვილია, რო გეტყვით, განავალი შეჭამეთო? უნდა შეჭამოთ მეგობრო. აბა როგორ ახლა არ იქნება ეს, აბა როგორი თუ ღმერთი ეგა, რასაც ღმერთი იტყვის, უნდა გააკეთოთ. არ გააკეთეთ, ყავი გაგძრებათ. და სახავთ შიოლაშვილის თქვენ ყველა როგორც დიდ ავტორიტეტად, მაშინ სააკაშვილიძე რო იტყვის, მიიღეთ, უნდა მიიღოთ. აკი, მან თქვა კიდევაც, მიიღეთ. აკურთხა პირველ არჩევნების დროს, აკურთხა. მეორე არჩევნების დროს, აკურთხა. აკურთხა. რატო არ გჯერათ შიოლაშვილის? არასოდეს არ გამოსულა შიოლაშვილი ტელევიზიით და საერთოდ და ეთქვას, რომ სააკაშვილმა ამოწურა თავის შესაძლებლად და გთხოვთ დატოვოთ პოსტი. თქვა ესეთი რამე? არ უთქვია. მაშინ რატო ასრებთ მოვლენებს? დაველოდოთ ბატონ შიოლაშვილს და თუ ის იტყვის, მიშა, წადი აქიდან ჩქარა, აბა ხანუმ კანკარა, გასცი აქიდან ჩქარა. აი ამას როცა იტყვის, მაშინ მეგობრებო შეიძლება გავბრაზდეთ და აი ავტორიტეტი როგორ თუ არ უთქვია შიოლაშვილს ეს. თქვენ რატო ასრებთ მოვლენებს, რომ იცვიდით მაისში იქა და გეგონათ ახლა ეთყო და სააკაშვილი წადი და გამოიყვანდე ტალიკ-ტალიკა ბიჭებს 10,000 შეიარაღებულ ლაშქარს, ადრე რო ყავდა სამღვდელოებას სასულელას თავისი ჯარები, გაიხსენეთ გიორგი სააკაძე, ეკრანიზებული ვარიანტი თუნდაც და აი ყველა ეგრე თავისი ჯარები ხო ყავდათ? მეფის იმაში რო არ ამსახურებდნენ. გეგონათ ახლა ეგ ლაშქარს გაგაყოლებდა და არაფერი არ გამოვიდა. პირველი განხიბლა. გაჩეჩილაძე მანდ მეიღო და არ იცახეს, გულწრფელი კაცი არ არის ეგ. სიძულვით ისე დაუპყრია. პიროვნების სიძულვის ამ შემთხვევაში სააკაშვილის სიძულვით რომ არ იცახეს იმას რომ ეგ ნაწყენია. პატრიარქს და პირიქით სულ იქ საკანში მღვდელი რო ეახლა, მე მიყვარს, აი მიყვარს თქვენი, აი მე ისე მიყვარს ეგ მოხუცი. ეხ ჩემო კარგო, შიშარა და ლაჩარი ხარ, გამიგეთ. ამიტომ შიშრები და ლაჩრები ქვეყნებს ვერ აშენებენ. იდეასთან მებრძოლმა ხალხმა მეგობრებო, თავიც უნდა შეწიროს. გაჩეჩილაძეს მახსოვს დაემშვიდობა ხალხს, სიკვდილს აპირებდა კობა დავითაშვილიც შიმშილობაზე, მაგრამ იმის მერე უფრო გასუქდნენ, უფრო ლოყები დაიშენეს და ღიპები და ტელევიზიაში და ვარსკვლავები გამოჩნდნენ. ვერაფერს ვერ გააკეთეთ. პერსპექტივა კი ასეთია. ეხლა ხდება როგორ გადავაბაროთ საქართველოს რუსეთს. ბევრმა შეიძლება ეგ არ იცოდეს მაცური ახალგაზრდობამაც და აიგენი არიან რომ ცოტა აიცი აქტიურობენ და უნდათ რომ ეს არ მოხდეს. ვფიქრობ, მეგობრებო, მაინც მოხდება ეს. იმიტომ რომ ღმერთმა ასე ინება, იმიტომ რომ ქართველი კიდე ერთხელ გაისინჯა და გამოიწოთა რომ ევროპასთან მას არაფერი საერთო არ აახლოებს. არც ეკონომიკაში, არც ინტელექტში, არც ფსიქოლოგიაში, არც ეთიკაში, არც იმ ღირებულებებში, რაც დღეს არის. გამიგეთ, ევროპა მაგალითად ძალიან მიღებული არის, ვთქვათ, ჰომოსექსუალიზმი. საქართველოში ეს მიუღებელია. ამიტომ რა გინდათ ევროპაში? ხო, ევროპაში მიღებული არის კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი, მაღალდონ. არ არის მართლმადიდებლობა. არ არის მართლმადიდებლობა. გიჟი მღვდელი არ აყავთ იქა და არ დაყვება ჯოგი იქით-აქით და მოძღვრები არ აყავთ იქა მობილურებზე რო ელაპარაკებიან, რომელი ნიფხავი ჩაიცვას და ვისთან დაწვეს და ვისთან რამდენი სქესობრივი აქტი ჩაატაროს. ეგრე არ არის ევროპაში. ამაშიდაც არ გეხავთ ევროპას. აბა რა გაქვს საერთო? არაფერი. ევროპელი თქვენ გინდათ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ აბა რუსთან მე ვიომე ხლა, ეგრე არ გამოვა. აი ესე ნელ-ნელა მეგობრებო მიდის ახლა
მოლაპარაკება იმაზე, რა გზით უნდა შეუერთდეს ისევ ქართველები რუსებს, გამიგეთ და რამდენ ნაწილს უნდა ეგ. თუ მართლაც რაღაც გარკვეულ ნაწილს არ უნდა მე მივესალმები, 50% მაინც დასავლეთში დარჩეს და 50 ძმები აღმოსავლეთში, მე ამას მივესალმები. მთლიანად ისევ იმ კაკაშკაში ნაგავში დაждდომა, რომელსაც ნეხვი ქვიოდა და საბჭოთა ცნობიერება ჯერ ქართველი რა და რუსის მატერიალიზმი ხო ცნობილია სლავოფილობა და თელი ეს ბერდიევმა სულ მოთხარა ყველაფერი ხო ბერდიევი როცა ამტკიცებდა კომუნისტები როგორ მოვიდნენ მან საფუძვლად დაუდო რუსული ლიტერატურა ეს რუსული ლიტერატურისა გამო მოხდა რომ ესენი მოვიდნენ და პირდაპირ ანალიზი მისცა ტოლსტოი იყო მაგის წინამორბედები დოსტოევსკი და თელი რიგი მწერლები რომლებიც აი წინაპირობა აი მწერლებმა განაპირობეს რომ შემთხვევით ის არ იყო ბერდიევიც მიანიშნებდა რუსულ მენტალიტეტზე მიანიშნებდა ამაზე შემოკარგებულ. იმიტომ იყო იგი განდევნილი და ევროპაში გადასახლებული. გადახედეს ბერდიევის ყველა შრომას. იგი სულ იკვლევდა ამ საბჭოურ ფენომენს, ხო? და მიხვდებით, მეგობრებო, რა გვანათესავებს ჩვენ რუსებთან. ჩვენი ტვინი, მეგობრებო, მატერიალისტების, ქართველიც მატერიალისტი. ხო, უსაქმური რუსი, უსაქმური ქართველიც. ხო, ქართველი კიდე საერთოდ ახლა რა ვიცი, მოდაში სწავლა. დედა ბუდიანად ყველა სწავლობს. მოდაში წავიდა ჩინები. ზოგი ედინბურგში სწავლობს, ზოგი იმაში, რომ დაწერენ. შოტლანდიაში დავამთავრე, პარიზში დავამთავრე, იმაში დავამთავრე. ჩინები. ვიცი ინგლისური, ფრანგული, იტალიური, ინდელი. რა საკეთებთ მე რო? რა ხუთიანით რა საკეთებთ რო? ხუთი თოხი გიჭირავთ ხელში. აი ისა ვარ. მეგობრებო, ერთხელ და სამუდამოდ. მოდი რა საკუთარი თავი გავაკარდიკოთ რა. მე მაგალითად ყველაფერი გადავყარე ჩემი. აი დაკარგულ წლებად მიმაჩია სკოლაში სწავლის პერიოდი ნახევარი ის ვისწავლე 5 კლასამდე 6-ზე მე გამოვედი ინსტიტუტში სწავლა ის იყო სისულელე ის კრეტინიზმის ასპირანტურაში ვითომ ჩაბარება მე რაღაცა ლექტორობა ესეც მივატოვე რა ლექტორობა რა კრეტინიზმი ვის რა უნდა ასწავლო ვის რა ეს არის უბრალოდ ჩემს საკუთარ თავთან დაბრუნება და შემდეგ რო აღმოაჩენ რომ შენ არაფერი არ ახარ და მით უმეტეს ქვეყანას გამიხედა შეგეძლია უფლება გაქვს დედამიწა ღმერთის მიერ არის გაჩენილი და დაადო თავი და მაგელანივით ან რობინზონ კრუზოსავით თუ გნებავთ თუ გინდათ რომელიმე ემელიან პუგაჩოვით თუ გინდათ ეს რევოლუციონერი დიდი რუსეთის რევოლუციონერი აი ამ იმაში რომელიმეში ჩაეწერო და თუ არა და ერთი ჯრიგითი ადამიანი იყო გადაადგილდე ვნახვერთი ჩემი ყოფილება გარეთ როგორ ვიცხოვრებ მე და შემიძლია ახალი ნერგის გახარება და გამრავლდები თუ არა ვთქვათ ამერიკაში. რატომ არ უნდა გამრავლდეთ ამერიკაში ქართველები არ მესმის ან ავსტრალიაში? რატომ უნდა იყოს ჩინელი ყველგან გამრავლებული? საქართველოში შემოაბიჯა ჩინელებმა, ხო, 1.5 მილიონზე მეტი არის, ხო, კანადაში, ამერიკაში. რატომ არ შეიძლება ქართული სხვაგანაც გამრავლდეს, კაცო, ქართული ენაც გაიტანოს, გამიგეთ, აელო და ერთგვარ დააკონსერვოს და შემდეგ უფრო მეტად მეტი ვიყოთ. არ შეიძლება? მანდ ვერ მრავლდება ქართველი. რაღაცა კრეტენული ისენია ყველაფერი და რა ვიცი, აი ასე მისაღება მეგობრებო ჭრილში ქართული ბედი და იღბალი და აქ დაველოდოთ აგერ აღდგომა და ხვალეო ჩემოკარგებო. ხო, აქ კითხვა იყო დასმული კიდე მეგობრებო, ალბათ გახსოვთ თქვენ ფორუმზე იყო ესეთი თემა შიოლაშვილის, აი ცოდვები, მანიკის რა ჩვენი ცოდვები. რაღაც სასაცილოა, ხო, არ ვიცი, ახლა ამის კომენტარი შეიძლება მოკლედ იმას ავქნათ, განვიხილოთ ან კომენტარი მივცეთ, რომ აი რა ცოდვა აიღო შიოლაშვილმა, საიდან მოიგონეთ ესა, ან რა სიმღერა დაიწერა ესა. რა ვიცი, აი ხედავთ ყველაფერი ისევ და ისევ მიდის აი ძველ ღირებულებებთან, აი გონება ცნობიერებასთან. ხშირად ვახსენე მე ლათინური ტერმინი და აი ეს მენტალიტეტი რო თქვი, მეგობრებო, რა ვიცი, აი არ მოგწყინდა ეს გაუთავებელი, ჯერ მოპარულია მუსიკა, აი მამულაშვილი კომპოზიტორი, მოუპარია მუსიკა და ალბათ თქვენ თვითონაც მიაგნებთ საიდანაც არის, ყველაფერს მე ხო არ გეტყვით, ხო არ გაღიზიანებთ, ისედაც გაღიზიანებული ხართ ბევრი, ჩემი ლაპარაკისა გამო. ამიტომ მოусმენთ მუსიკას. არ არის ეგ მოპარული მუსიკა? რომელ მუსიკას გაგონებთ ეგ და რამდენი ასოციაცია რომ რამოდენიმე კომპოზიცია ეგ ჯერ აი ტიტებზე რო იყო მე კიდე ის მსოფლიო ისენი რო იყო მოგეხსენებათ ვარსკვლავები რომ ღეროდნენ და ამჯერად შიოლაშვილი აი ეს არის ყველაფერი უგალობს უმღერს რა ვიცი მეგობრებო სირცხვილი არ არის რა თღუპავთ იმ ადამიანს აქ ჯერათ მართლა ეგ თქვენ ჯერას გვაყვარებდნენ ამ პარტიას ხო გახსოვთ აი ლენინს გვაყვარებდნენ სტალინს გვაყვარებდნენ სურათები დიდი ყველასე კი და მე შევარდნაძე იყო ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე ძლიერი, გენშერის მეგობარი, არიქა ეს გააკეთებდა ყველაფერს. თვითფრამში ინტერვიუ რო აუღო I'm ბატონმა I'm ეგრეთ წოდებულმა კვარაცხელია, ეგრეთ წოდებული, იმიტომ რომ ცხელია არის მართა კვარის რა მოგახსენო, კვარი და ცხელია. ხო, როგორ აი ემლიქვნელებოდა რა, უცნაური იყო, იცით, ჯერ გამსახურდია ეს პატივიც ეს გადაგდეს, მე ხლამას დაუწყეს ისა. თვითონ პრობლემა ქართულ ერში არის.
და აი დადასტურება ფორუმზე ნახავ სირცხული და თავისი მოჭრა არის. სად ხდება ეგა? ვის უგალობენ ესე? რა საჭიროა? რა საგიჟებთ ამ ადამიანს? და გადავხედე აი კომენტარებს ამ თემასთან დაკავშირებით და რა ვიცი კიდე ერთხელ აი გამეღიმა იმისა რომ აი ქართველი ჯერ კიდე უკან არის. უკან არის და მე ვფიქრობ მაინც რაც ზემოთ ვილაპარაკე მეგობრებო არა ცდება ქართველის ისე მსგავსთან უნდა იყოს და подобному радуется и лечится. აი ესეთი ესპანური ანდაზა თუ არ ვწდები თუ მეშლება მაშინ იტალიური და მართლაც ესე ეცი მსგავსით იკურნება, მსგავსით ხარობს რომ დაინახავს და ჩვენ არ აღმოჩნდით მსგავსი ევროპელისა, ფრანგისა, ინგლისური ჯენტლმენური ცნობიერება ჩვენთვის გაუგებარია და მიუღებელი და გულციური არის, აი გულცივია, ქართველი რატომღაც გულთბილი და ბატონო აგერ ბაზარი რუსეთი და იქ გაიტანთ მე ყველაფერს და მე ვფიქრობ რატო ამდენი ხანი ეს გადაიყრება ყველაფერი წყალში. კი ფართხალებს ახლა ახალგაზრდობა და გულშემატკივრობ და ღმერთმა ქნას გაკეთეთ ესე რომ მე ეჭვმეპარება მე მაინც თეოლოგიის განხრით მუშაობ თეოლოგიაში მეტი ისა მაქვს განათლება მიღებული მე უფრო თეოლოგი ვარ შინაგანად მოწოდებით მე უფრო ბიბლისტი ვარ ქრისტოლოგიაში მუშაობ უამრავი წიგნები ამაზე მაქვს ჩემი ბიბლიოთეკის 99% ახლა არის ქრისტოლოგია და ბიბლიოლოგია ადრე უფრო იყო სოფლიო ლიტერატურა, ფილოსოფია, ხელოვნება, ესთეტიკა, ამოდენიმე 1000-მდე ეგზემპლარი მე ჩემს სახლში დავტოვე თბილისში და ნაკლებად იყო აი თეოლოგიური ესეთი წიგნები. მე ამით ვარ ახლა ჩემი ცნობიერება ამით არის დაკავებული, ამ საკითხებს უღრმავდები, ვიუკლებ და მანდედან ვაკეთებ ანალიზს ყველაფრისას, ეკონომიკისას, რა ვართ, როგორ ვართ, რომ საცუდავია ადამიანი, სად მოგვიწევს ჩვენ წასვლა, საით მივდივართ როგორ დავასრულებთ ჩვენ ცხოვრებას? თორე არაფერი ისაღლა ვინ ადარჩება საქართველოს დღემდე თუ მოვიდა არაბობას გადაურჩა საქართველოს და ახლა სააკაშვილს ვერ გადაურჩება მეგობრებო ეგ ანგრევს ახლა ქვეყანას სააკაშვილი უბრალოდ ხელფას აღარ აძლევს რეზო ამაშუკეს და მინისტრად აღარ აყავს კულტურის მინისტრად რომელიმე რეზო ესაძე და ამაზე არიან გულგახეთქილები არც გაშეშილიძე ყავს მინისტრად იქა და არც პირველ კაცად და არც მეორე კაცად თორე ვინც მივიდა თანამშრომლობს იქ არა შეგიძლია მიდი თანამშრომლე და ყველაფერი მოგვარდება აშენე ეს ქვეყანა გიორგი თარგამაძეც დაკვირდა წყლების ყიდვას მაგრამ რო შევიდა ეგ დაავიწყდა ეგრეთ წოდებული ქრისტიან დემოკრატი ამით რო შევიდა იქა და ფინანსდება და არის ერთ მლიქნელობაში და რა ვიცი ყოვლად აი ესეთი პიროვნებები აი როგორც აი თარგამაძისნაირია აი ეს ფენომენი განიხილეთ მეგობრებო ჯერ ასლანასთან იყო და მეგობრობდა მე პატარკაციშთან ეხლა სააკაშვილს დაუახლოვდა აი რა უნდა გაიკეთოთ ესეთმა ადამიანებმა ქართველის პრობლემა თვითონ ქართველობაა დაძლიეთ ქართველობა ჯაუღრმავდით ყველა თეოლოგიაში მოჯდეს ჯობია მეგობრებო ღმერთი ვიკვლიოთ დაიდეთ ბიბლია გამოიკვლიეთ და ერთხელ და სამუდამოდ მეგობრებო გახსოვდეთ იცით ერთხელ მოვედით გამიგე და დავტოვებთ ამ ქვეყანას ნუ გვადარდებს ის ვის დარჩება გვადარდებს საკუთარი თავი რა ხოხორიკა თავით მედივართ იმ ქვეყანად აუცილებლად ცოდვილი იქნება თუ მართალი ღმერთ შეხვდება გნე იცით თუ არის მეგობრებო გაჩიჩილედზე მიცის რომ მოკვდება ღმერთ შეხვდება და დარწმუნებულია რომ რასაც აკეთებს სწორს აკეთებს რომ ეტყვის ღმერთი რა გააკეთე შენ ჩემი გულისთვის ახარე ვინმეს რომ მე ვარ ზიხარ საკანში და აგინებს სააკაშვილს განა საკანში იჯდა პავლე და აგინებდა რომელიმე კეისარს იქნებ ქრისტე დაჯდა საკანში და საკანი 10 დააწერა იმიტომ რომ 10 ბიბლიაში მოგეხსენებათ არის ციფრი არის 12 არის 40 და თქვა აი დაეწერებინა საკანი 40 დამჯდარი იყო და იგინებინა თქვა აი კეისრისთვის იმპერატორისთვის ხო იმჟამიდელი კეისარი გახსოვთ ხომ ასე რომ ეს არ გაუკეთებია მაცხოვარს გაჩიჩილედზე კი ზისიკა აგინებს შემოყრის ისეთ ხალხს ვისაც ღოღმა აქვს დამთავრობისა და შეიძლება ხვალზე დავტოვოთ მიწერი ჩვენი ცხოვრება დავიწყოთ ნამდვილი ცხოვრება და ვინც ეს ადმოგვიწევს ყოფნა და განსაკუთრებით აი ეს ხალხი გამკვირვებელი ხელოვანი ხალხი თეატრალები აი ეს ნოდარ მგალობლიშვილი რო შემოვიდა და სულ შობელძაღლი უძახა სააკაშვილს ეგ ჩანაწერი არის დევს შეგიძლიათ ნახოთ არის კადრები ეს ნოდარ მგალობლიშვილს რადგანაც შერვაგინებს სხვას ეს კარგია და სხვა რო გაგინებს ეგ გულზე გხვდებათ აი მსახიობი კაცი 78-80 წლის კაცი თითქმის ზის საკანში და მე კითხვა გამიშთა ამას რაღა უნდა რა გინდა მეგობრებო არ ფიქრობ სიკვდილზე მემენტო მორი ჩემო მსახიობებო მემენტო მორი აი ეს არ გახსოვთ სიკვდილი სად წახვალთ
რა იბრძვით პანთეონისთვის, რა იქ იქნებით, იქ გამოხვათ. საწავად თქვენი სული, რომელიც ასწორზე აიწონებით, რა გაგიკეთებიათ. ის არ მიიღება ის ღირებულებები, რომ საქართველოსთვის ამას აკეთებდით. საქართველო აღარ იარსებებს, აღარც დედამიწა, დაიწვევ ეს ყველაფერი. იმიტომ რომ 21 თავი და 22 გახსოვთ ალბათ. თუ გახსოვთ, რა ვიცი, გახსოვთ კი. ვიძახი სულ გახსოვთ. ქაჩაჩილაძეს ნამდვილად არაფერი არ ახსოვს, რამე თუ არ იცის. დამახსოვრება ნიშნავს ერთხელ მაინც წაკითხული გაქვს. აპოკალიფსში გამოცხადებაში ახალი ცა და ახალი დედამიწაზე ალაპარაკი. იქ საქართველო, აი ეს მიწერი საქართველო, აი ეს სად იქნება? დაიწვება. მიწერი ყველაფერი დაიწვება. აორთქლდება. აღარც მზე იქნება, ბატონო გიორგი გაჩიჩილაძე. აღარც მთვარე. თავად ქრისტე გაანათებს ყველაფერს. გჯერა გიორგი ესა. აი იმიტომ ახარ ცუდად რო არ გჯერა ამისი. ყველას ვინც ცუდად არის მეგობრებო, სწორედ ამისი არ ჯერათ. და ცუდად რატომ ხდებით? აქ არის ერთი ცხოვრება, მინდა გავიხარო. იმანის იყიდა, ამანს იყიდა, ჩემი შვილი იქ უნდა სწავლობდეს, ხო? აგროვებდნენ ადრე ასპირანტურას და იმას. ეხლა ბაკალავრობის დაიძრა ხალხი, ბაკალავრობა უნდათ. აბა ეხლა მოდაში არის საზღვარგარეთ სწავლა. არიქა კურსების გავლა. აი კურსებს აყვა ფეხის მას ინგა გრიგოლიაც გავარდა ინგლისში კურსებს, რა კურსებს გადის წადი და გაიგეთ ეხლა. ჩამოეგეთ ჩინები და არიქა ეხლა მე ლონდონში კურსი გავიარე. აი ეს არის ჩვენი უბედურება, ქართველების ჭირი, თვითონ ქართული ფენომენია, რომელსაც არავის არაფერი არ უკლევია და თუ ვინმე ოდნავ კრიტიკას იტყვის ამ ერზე, ჭოლოკი და ქვამზად არის. პატარ ჯერა კრიტიკა იყო, არაფერი კრიტიკა არ იყო, აი ამ ახალგაზრდისა, რომელიც აი უხამსი ფორმით ავცელებს, თავად გოგონას არაფერი უხამსობა არ უთქვია, არაფერი არ უთქვია. ის დადო რა არ აქვს უფლება რაღაცა მოეწონა დადო, იქა რაღაცა და მე ამის კომენტარი გააკეთა. აქვს უფლება, სიტყვის თავისუფლება თუ არის. ესე იგი, რატომ არ შეიძლება შენ კაცო, შენ დღე დაღამეაგინებ ადამიანს და ამანაც ერთი რაღაცა თქვას, როგორ შენთვის ეს მისაღებია, რატომღაც აგინოს სააკაშვის და თია თუთბერძისთვის არ არის მისაღები, თქვათ, შენიშნა თქვას შიოლაშვილზე, ვინ არის ამისთან ეგეც კაცო? რა, არაწუხებს კუჩი გაუვალობა თუ ყველაფერი იგზია? დარბის ექიმებთან ეგეც გამწარებული. და რა შეეხება მსახიობებს ოთარ მეღვინე-თუხუცესის თანადობით, აცო არ ვის საქმეში არ ვერევი მე და შენს თუ შეერევი ჩემ საქმეში ოთარ ბატონო? არ ვის საქმეში არ ვერევი მე? დაგავიწყდა ოთარ ბატონო, აი გარი, რა გინდა, აი რამ გაგაბრაზად ხალხანო, რამ გაგავზარდათ, რაზე ხართ ესე დაბოღამილები, გინდათ და უფრო მეტი გინდათ, ხო იცხოვრეთ, ხო ქონდათ, ეხლაც ხო ყველაზე კარგად ცხოვრობ ოთარ ბატონო თქვენ, ესა ვიდრე რომელიღეცა რიგითი ქართველი, როგორ სადღაც მიყურებულ სოფელში საჭმელი არ აქვს, აი ეს რატო არ გაღელვებს ეკლესიის მღვდელო, ისაკაძეს რატო არ აღელვებს ის, აი ქუჩაში ბავშვი რო კვდება იქა საქართველოს, მე გითხრა იქა მისამართი, ადი რა, მიუტანე რაღაცა, ამდენ მღვდელი რო ხართ, დაარიგეთ, ხელფასები მოიჭერით, ყველაფერი მოიჭერით და აი მღარიბ ღატაკს ქართველი რო იწრდება, იმას მიეცით. აი იდეოლოგია პროპაგანდით რო დააყრევინეთ ამ ქალებს ეს შუშვიდი ბავშვები და მე რამოდენიმე ვიცი მანდ ერთ ოთახში არიან გამოკიტილები. არ შეგიძლიათ 20 მაღდელმა ფული დადოს და ის ოჯახი გააფართოოს. იქნებ მისამართი გითხრათ, წახვიდეთ და მიცეთ, გინდათ? თუ შემომეხმიანებით აუცილებლად გეტყვით, ვის უჭირს მანდ? მე არა ვარ ისეთი მდიდარი რო ყველას დავეხმარო, მანდ შემოკარგებო, ხო? ვისაც არ ვეხმარებით იქს და ჭოლოკები და იმათ ჯერ ჩვენი თავი უნდა დავაყენოთ ფეხზე, ხო? მე რა გამაჩნია. თუ გინდა ჩემ გამონაცვალ ტანსაცმელს ვისაც უნდა გამოუგზავნე მანდა და რა ვიცი უკეთესი მანდ გაცვიათ მე მგონი რომ უყურებ. ამიტომ გიყვართ კი ქართველებო. გაიხედეთ გვერდზე, გაჭრებული არავინ არ არის, აბა გადახედე. გულცივები რო ხართ. დგეხარ და დაგიჭერიათ სანთლები. პიჯვას იწეს, სულა ჯვარით უნდა გამოგიყიდეთ, ჩვენ თავში გირახუნოთ, კაცმა ღირსები იქნებით, იცი? და გწყინით კრიტიკა. წინთ არა? აი ამაშია თელი უბედურება. არ ფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენ ერთ დღეს გადახვალთ იმ ქვეყანად. წავიდა ხალხი. დაფიქრდით, საწავიდა ეს ხალხი. აქ კი მიეცით მიწიერი მედლები, მაგრამ ეს იქ არ მიიღება. არც თქვენი დიპლომი, არც განათლება, არც ენა, არაფერი არ მიიღება. არავინ სამოთხეში არ შევა თავისი ენით, თავისი კულტურით, თავისი სპორტული მიღწევებით, თავისი განათლებით. არავინ არსად არ წერი ეგ მეგობრებო. ყველაფერი უნდა გადახაზოთ. ქრისტემ თქვა, გადახაზე ყველაფერი, გადაყარე და შემომიდექი. შეგიძლიათ ეგა, რომ დაიტოვეთ ეს მართლმადიდებლობა და
ქურდების და მეძავების ეკლესიათ რო აქციეთ, მეძავით იცით ვინ არის მეგობრებო? ვინც ღალატობს ყველაფერს, ის არის მეძავი. თქვენ უღალატეთ ყველაფერს, უღალატეთ გამსახურდიას, უღალატეთ კომუნისტობას, უღალატეთ რუსებს. მთელი ერი არის მოღალატეერი. და აქედან ბიბლიაში ესეთი განიხილება როგორც მემრუშე, მრუში. სულიერი მრუშები ბრძანდებით თქვენ და ძალიან გწყინთ ეგა. ყველას ეხება ეგ ჩემო კარგებო. გავაკრიტიკოთ ჩვენი თავი. მე ჩემი თავიდან დავიწყე. ჩემი თავიდან აიღე თქვა და საკუთარ თავს დაეცით პირველ რიგში, დაეცით, გამოაფხიზლეთ და არა სხვას. როგორ მოიმართა თელიერი გინებით, რა ძვირფასიერი მყოლია ჩვენ, 18-28 წლის გოგონას უგინებით აიკალეს. შევარცხნეთ თქვენი ქართველობა. და თან ამას ინტერნეტში ათავსებთ, გოგონა, ქალი და თქვენ ახართ ქართველი კაცები? ქართველი კაცი, რომელიც აი ესეთ რაღაცებს ჩაწერს და იმას მონტაჟს გაუკეთებს, რაც აი ინტერნეტში, YouTube-ში ეგრეთ წოდებულში. ხმარ აგაქვთ ამოსახები, შევარცხნეთ თქვენი ქართველობა, ჩემო კარგებო, მაგრამ იმად გასაგონად კი, ვინც ქართველი არ არის და არის უბრალოდ ადამიანი, არის ქრისტეს მოსიყვარული, იმად კი ვეტყვი, ქრისტეს ჩაებღავდით, ჩემო კარგებო, ქრისტეს, იესო ქრისტეს პიროვნებას და საქართველოს პრობლემაც გადაიჭერება. დროებით ადგილ სამყოფელსაც აღიყვავებთ. გვერდზე მეგობარსაც შეგაყვარებთ. თქვენ კი ეს არ გინდათ მიიღოთ. რა დაგიშავათ მაინც ასეთი ამ პიროვნებამ რო არიღებთ, აი რა დაგიშავათ, ყველა მიიღეთ. ვინც მოვიდა, ყველა მიიღეთ. სტალინი მიიღეთ, ლენინი მიიღეთ, ბრეჟნევი მიიღეთ. რა ვიცი, ყველა მე ხო მანდ ვიყავი, კაცო, ყველას იღებდნენ. შევარდნაძე ორჯერ მიიღეთ. მესამეთაც და არ უშვებდით, ჩააფრინდით კალთაში. ახლა კიდევ გინდათ უშევ დააბრუნოთ. და ეს იესო ქრისტე რატომ არ გინდათ, აი ყოველგვარი შერევის გარეშე. აი მარტო იესო ქრისტე. არ ჭირდება იმას მამები, ეკლესია, კულტურა. იესო ქრისტეს აი სიტყვები, მისი სწავლა, მეთოდი, რასაც გეუბნებათ, რომ უნდა მოკვდე, უნდა დაიბადო, უნდა გადაყარო. აი სიმდიდრე დაურიგე გლახაკებს. ოთარ ბატონო, მეღვინე თუ ხუცეს. დაურიგე რაც ეგა ყველას რა, უკვე მოხუცი ხარ. დაურიგე რა მეზობლებს ეგა და შეუდექი ქრისტეს. მათ ქვეყანას სიმდიდრეს მფლობს, რომელიმე ხაინდრავა, გაჩეჩილაძეები, სახლის აგურამოში, სახლის აბურთალოზე, საკანში ხოზის დაზის, ტანსაცმელებს იცვლის, 500 ქუდი აქვს, კოსტუმებს იცვლის, ბეჭდები აქვს, საათი აქვს. რა ვიცი, დაარიგე რა, გლახაკებს დაურიგე რა. დაურიგე. შეგეწევა, ჩემო გიორგი ღმერთი, იცით თუ არა ეგ თქვენ? ეს არის ჩვენი სენი ქართველებისა, ჩემო საყვარლებო. ქართველობა დავძლიოთ და გავხდეთ ადამიანები, გავხდეთ ქრისტიანები. მე ამით დაგემშვიდობებით.